გამარჯობათ მეგობრებო. დღეს გვაქვს ახალი ეპიზოდი და სტუმარი ვარ მე. ეს რაღაცა საკეთებ ვიდეო და უცებ 100 კაცი ძალიან საშინელ რაღაცებს გიწევს. მაგის გადალახვა არის ფაქტობრივად გამორიცხული. და ბოლოს მიხვალ იქამდე რომ ეს შენი საქმე არ არის და სხვა რამე უნდა აკეთო რა. ანუ თითქმის შეუძლებელია გათვალო რა გაგივარდება. ვიდეოს რომელსაც ცუდი შედეგი აქვს, ყველაზე ძვირფასი ვიდეოა, იმიტომ რომ იქიდან სწავლობ მარტო. იდეაში იუთუბერობის თავარი ხელოვნება რაც არის, ეგ არის რომ შენ რაც გიყვარს ეს გაუზიარო ხალხს. და აი ეს ყველაფერი რა აწყო. სისტემურად იმდენად რთული არის, რომ მე მაგალითად არ ვიზამდი არასდროს. შენ ვერაფერს ვერ ისწავლები, გეგონებოდა რომ საუკეთესო პოდკასტებს იღებ და კიდე ეგრე გააგრძელებ. მოდი, მაინც სისულელებს ვლაპარაკობ, იმიტომ რომ თუ ვერ აგიხსენი, აზრი არ არის. გამარჯობათ მეგობრებო. დღეს გვაქვს ახალი ეპიზოდი და სტუმარი ვარ მე. დათო TV მე მოგმართავს ხოლმე YouTube სივრცეში? არც YouTube სივრცის მიღმა, ხო, არა, ჰიტა ეს. ჰიტას მეძახის ყველა. ის სხვა შორის ორი თანამშრომელი მყავს საირმედან. ჩემი სოფლიდან? ნიკა ალავიძე. ვაუ. ძალიან მაგარი კაცია ნიკა. ნიკა ალავიძე და გიორგი ხუთიძე. გიორგიც გიცნობ შორიდან, შეიძლება არის პატარა არის შედარებით წითური. ხო და ესეთი გამართლება არის. ნიკაც გამოგონებელი იყო სულ. კი, ნიკა ამ სივრცეში კარგი მიღწევები აქვს, ხო? კი, ძალიან. აუ, საქართველოში მაგდონის ინჟინერი არ არის არავინ. საქართველოში დარჩენილი ყოველ შემთხვევაში რა. და პრინციპში არ წასულებს ჩამოვარდება ვინმეს. პიკ ძალიან გამოგონებელი არის, თან როგორ დონის, იცი, აი 18-17 წელს იყო აქ იყო ამ სივრცეში, ხო? 99% მაგის აკეთებულია ყველაფერი, მაშინ ასაკეთებდა რა. და მე მაგის ფაქტობრივად მოსწავლე ვიყავ. მაგალ მასწავლა პირველი დიზაინი, 3D რაღაცეები. მოვიკითხოთ აქედან ნიკა ალავიძე. ვეპატიჟები პოდკასტში, მაგრამ არ თალიაო მე და. ერთი პოდკასტისთვის ახლა უნდა მოიცალოს სამხელა გამოცდილების მქონე ადამიანმა. კი, აუცილებლად. აუცილებელია რომ გავაზიაროთ ეგეთი რაღაცეები, რომ არიან საქართველოში მაგ მიმართულების შრომელი და ისეთი ადამიანები, ვინც არ წავიდნენ და დარჩნენ რა, იმიტომ რომ ეგ უფრო დასაფასებელია რა. და პირველი დღიდან რაც ვიცნობ, არასდროს არ უნდა რომ წასულიყო. იმიტომ რომ იძახდა რომ მე ყველა თუ წავედითო, აბა ვიღავ ნაშენოს ქვეყანაო და. ეგ არის ძალიან მაგარი არგუმენტი ზოგადად, იმიტომ რომ ყველა სფეროში ეგრე მუშაობს რა, მაგალითად ეხლა სიმღერას როცა პირობით ქართულად და 3 მილიონი პოტენციური მსმენელი ყავს. ინგლისურად რო დაწერო და გლობალური მარკეტია დაუშვათ, ანუ ხო სხვადასხვა მასშტაბია ძალიან, მაგრამ და მე მეუბნებიან კიდე რომ აი ქართულად რო აკეთებ და ესე კარგად იცი ეს YouTube-ის რაღაცეები დაუშვათ, აი ინგლისურად რო გააკეთო ანუ უფრო მაგარი იქნება, ხო? ხო და მეც ეგრე ვფიქრობ. ყველაფერზე რომ აი მაშინ გალაქტიოსაც უნდა დაეწერა ინგლისურად ლექსები და შოთა რუსთაველს კიდე რაღაცა მაშინ რაც იყო მეინსტრიმული ენა, ქართული არ იყო და სპარსული უფრო. მაგრამ მაგენაზე იყო, ხო მე მგონი ორიგინალი. ნუ იმის გამო რომ გავლენის გამო და იქ რაცა ხო ეს გადმოთარგმნა და მარგალიტივით ააწყო. კი, თან წარმოიდგინე რომ ეგ ხო ხალხის მიერ გადმოცემული არის დღემდე მოტანილი რაც არის, ანუ ამ ხელა რაღაც გაიარა გზა რომ დღემდე მოსულიყო ჩვენამდე რა. ხო, ამიტომ მე მგონია რომ მოდი ეს ამბავი ჩავხუროთ კარგად რა. მე მგონია რომ მე რადგან საქართველოში დავიბადე. ქართულად უნდა ვაკეთო, რასაც ვაკეთებ, ესე მგონია და კიდე აი ნიკაზე როგორც არის და კიდე სხვა ადამიანები, ვინც ეგრე ფიქრობენ, ძალიან დიდი პატივისცემა ყველას რა. იმიტომ რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება და რადგან საქართველოში დავიბადეთ და ქართული იყო ჩვენი სამეთყველო ენა, შეიძლება ეხლა ამ ცნობიერებით ვერ ხვდებოდეთ კიდე იმ მასშტაბს. ეგ რას ნიშნავს სინამდვილეში, მაგრამ მერე როცა ყველაფერი გაირკვევა, თუ გაირკვევა, მერე აღმოჩნდებით მართლები. ხო და მან ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, იცი? ქართული კულტურა შეიძლება ჩადო ყველაფერში რა, აი მუსიკა ახსენე შენ და ქართული ენა ისეთი საინტერესოა ბევრი კუთხით, ხო? რა ყველაფერი შეიძლება ვაკეთოთ, თუნდაც ტექნოლოგია, თუნდაც დიზაინი, თუნდაც მუსიკა, თუნდაც რა მხატვრობა და როცა ის ქართული კულტურა მაგაშიტევს რა, მე მგონია ეგ არის ყველაზე დიდი პატრიოტიზმი რა. შენ ამბობ რაღაც პროდუქტში რომელიც გლობალურზეც იქნება? კი, აი მაგალითად ეხა ხო ძალიან გავარდა ეს ქართული
ისა განდაგანა ფრანგულად. ხო. ხო, და რატომაც ქართველები ერიდებიან ხოლმე რაც გვაქვს იმ კულტურის თანამედროვეობას რომ მოვარგოთ და მე ამის მიუღებლობა აქვს ხოლმე. აი მაგის კაი მაგალითი იყო სუხიშვილებზე რაც იყო ხოლმე, რომ აი რაღაცა ქართველობას კარგავენ და რაღაცა სინამდვილეში მე მგონია რომ ქართველობას რადგანაც კარგავს, შენ ქართულს გქნი, ქართული კულტურა დევს, შეგნით სული დევს, რაღაც ქართული ტრადიცია დევს რა. ანუ რანაირად შეიძლება დაიკარგოს ქართული ბოც, არგებ იმ ხელმისაწვდომას, რასაც ხალხი დღეს უსმენს, რასაც უყურებს და რაც აინტერესებს, იმ რაღაცა რეალობას არგებ რა. ისე მაგას გამახსენდა, ეხლა ერთ-ერთ პოდკასტში ვიყავი ბოლოს და იქ ვებხის ტყავსანზე რაღაც ვკითხეს და რო უპასუხე, იქ გამოიჭრა მე და TikTok-ზე და Facebook-ზე დაიდო და 9 მილიონამდე ნახვა ქონდა ორივე განდა. კომენტარებს რო გადავხედე, სულ კარგი კომენტარები იყო, მაგრამ აი ნეგატიური კომენტარები იყო ძალიან საინტერესო ჩემთვის რა და დასაფიქრებელი. და ერთი რამდენიმე იყო ესეთი, რომ მაგალითად ბევრი იყო ესეთი, რომ აი რაღაცებზე რომ ინგლისურ სლენგებს ვიყენებ და გამართული ქართული შეიძლება ბოლომდე არ ვსაუბრობ. ვებხის ტყავსანზე საუბრის უფლება ვინ მომცა რა? ან სანამ ვებხის ტყავსანზე რამეს ვიტყვი, რუსთველოლოგების ნაშრომებს თუ გავეცანი. ხო. ხო და ჩემი აზრით ეგ არის ყველაზე საშიში რაღაცა რა. ეხლა მე თუ ვებხის ტყავსანი რომ გავიგო მაგისტვის თუ რუსთველოლოგები უნდა წავიკითხო სულ ყველა. ანუ ჯერ მაგაზე დიდი შეურაცხყოფა რუსთაველისთვის ჩემი აზრით არაფერი არ მიუყენებიათ რა. იმიტომ რომ ადამიანი ვინც ქართულად მეტყველებს, ყველაფერს გაიგებს ისედაც რა და იქ მე კიდე სიღრმეებში რო ჩადიხარ და მაგაზე წიგნებს წერ, ეგ რა თქმა უნდა ძალიან მაგარია და საფასებელია, მაგრამ ეგ არის რაღაცა ლეველი, ეგ არ არის აუცილებელი თავიდან მე რო ეგრე იყოს. ხო, იგივე კომენტარები მე ერთხმე მომეცხრა ჯერ რომ დიქცია გამოისწორეო და რაღაცებს მეტყველების უნარიო და მე ჩაწერე ხოლმე პოდკასტიო რა. ხო და ახი კიდე არის ჩვენ ახლა საუბრობთ ისეთ ენაზე რაც არის ჩვენი თანამედროვეობისთვის ყველაზე ადვილად გასაგები და როცა ცდილობ თან არის განათლების სფეროში ყველაზე აუცილებელია შენ თუ ძალიან გრამატიკულად და ძალიან აკადემიურად ცდილობ რაღაც აუხსნა მოზარდს რომელსაც իրათაც აინტერესებს ეგ თემა და კიდე შენი მეტყველებით ურთულებ და ბარიკადებს უქმნი ანუ ესე იგი შენთვის მიზანი კი არ არის მთავარი, არამედ რაღაცა სხვა რაღაცაა მთავარი, რაც არ უნდა იყოს თავი. უფრო აშორებ რა ამ ადამიანს იმ რაღაცისგან, რომელიც შეიძლება სხვა ვითარებაში ანუ ინტერესი გამოეწვია. ხო, მე თუ ჩემი მიზანი თუ არის, რომ ახალგაზრდა ადამიანს ვებხის ტყავსანი შევაყვარო დაუშვათ და იმიტომ რომ მე ვებხის ტყავსანში რაღაცა ძალიან გენიალური დავინახე და მინდა რომ ვიღაცას გაუზიარო, ეს მიზანი შემიფასე და იმ რაღაცა ბარბარიზმით ვიტყვი თუ როგორ ვიტყვი, ეგ მეორე ხარისხოვანია და თან კიდე რა არის, რომ მე მაგალითად მაქვს ესეთ შეხედულება, რომ რაღაც პერიოდი, როცა ვცდილობდი ჩემ მეტყველებად დამეხვეწა მაგალითად, ვცდილობდი სულ გრამატიკულად მესაუბრა რუსული სლენგები ძალიან სხვა რეფლეგიც არის კიდე და ამომიღო და ინგლისურებიც არ მომწონს რომ ამბობ დაუშვათ, მაგრამ როგორი რამეა იცი, მე დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ჩემი გონება თან არის არ მინდა ვისაუბრო ისე თითქოს ეს წინასწარ აწყობილი მაქვს გონებაში რამე წინადადება. მინდა რომ რასაც ვამბობ, იმ წამსვე იყოს მოფიქრებული. და ეს ყველაზე ბუნებრივი და ავთენტურია შემდეგ მსმენელისთვის რა და ამ ასეთ სისტემაზე რომ გადმოვხდე ჩემი გონება, იქ გრამატიკაც დაირღვა, რაღაც სლენგებით შემოვიდა, ეგეთი რაღაცები მოხდა, მაგრამ ყველაზე მთავარი გაუმჯობესდა რა, რომ მე შენ რასაც გიხსნი, ეგ ბევრად უფრო გასაგები და ბუნებრივი გახდა შენთვის. კი. და მე თუ მაგალითად გრამატიკას რაღაც იმაში ნაწილში გამოვასწორებ და ეგ დამიზიანდება, ეგ არ მიიღეს უბრალოდ. ხო, ძალიან სწორია. თან მაქვს მე შენი ვიდეო ნანახე რაცა 7 წამში ერთხელ ქათებს და რაღაცებს აკეთებდი და ძალიან რთული მე მგონი ძალიან რთული გზა გაიარე რა. კი და თან მაგას ძალიან ბევრი ვიფიქრე რა, ანუ რაღაც კვლევები ვნახე კიდე როგორი ადამიანების მოსმენა სიამოვნებთ ადამიანებს მაგალითად. რომ აი მაგალითად ქუჩაში გაგაჩერა ვიღაცამ, ან რაღაცა ავსებ რაღაცა სადაც წერია ვისი მოსმენა სიამოვნებს. და ესე რომ გამოკითხო ძალიან ბევრი ადამიანი. და მე ვისაც ეს ადამიანები დაწერენ, ის 100 ადამიანი რომ შეაჭამო რა და მე რომ
დაიწყო იმის კვლევა, აბა რა საერთო აქვთ. ანუ რატო უყვართ ამათი მოსმენა. იქ ვერც გრამატიკულად მოსაუბრე ადამიანებს იპოვი, ვერავის ვერ იპოვი ეგეც. ხო, მაღალ აკადემიური კომუნიკაციის კონეს, ხო? და რაღაცა სისტემას ვერ იპოვი რა, რომელიც ეგრე თუ ჭერმეტყველურ რაღაცებს ვერ იპოვი. და ჭერმეტყველობა არის როგორი ამიცი, სადაც შენ იყენებ ლინგვისტური იარაღებს რაღაცის ჩამოსაყალიბებლად. და ეგ არის საერთოდ სხვა მიმართულება. მეორე მიმართულება არის, როცა და რაც უყვართ სინამდვილეში ადამიანებს, როცა უსმენენ. არის რომ ადამიანი ლაივში იმწამს ფიქრობს რაღაცას, მაგას ყვება და ყვება ისეთ რაღაცებს, რაც არის მისი გამოცდილება. ანუ ადამიანებს ის კი არ აინტერესებთ მე რამდენად მაგარი ვარ ახლა. ან რაღაცა ეგეთი, ანუ ადამიანებს აინტერესებს მე რაღაცა როგორ ვისწავლე. ანუ რაღაცაზე როგორ ფიქრობდი და ეხლა როგორ ვფიქრობ ასე. ანუ ამას თუ მოყვები, როგორაცაც არ უნდა მოყვეს, სულ ბორძიკი და რო ვაკეთო ლაპარაკში ან რაღაცეები, ეგ უკვე ძალიან საინტერესოა. ხო, ბუნებრივობა იმ მომენტისთვის თან შენი პერსონალური მდგომარეობის გამოსაცემად უფრო ბუნებრივია და შენ რომ ეხა რაღაცა ემოციური ან კონკრეტული მომენტის აღწერა გინდა და მოიგონო ეს სიტყვები, რომლებიც საერთოდ არ ჯდებოდა, ხასიათსაც და შინაარსაც კარგავ მაგით რა. ხო, აი მაგალითად ეხლა მე რო ვეფხისტყაოსანზე ვილაპარაკე იმ ვიდეოში, მართლა ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი, რა ვეფხისტყაოსანით იმ დღეებში ვკითხულობდი რაღაცებს და აი შოკში ვიყავი. კიდე YouTube-ზე ვილაპარაკობ, ეგეც იმიტომ, ანუ ისეთ თან ვცდილობ რომ მარტო ისეთ თემებზე ვილაპარაკო, რაც მართლა მიყვარს. და ეგ უეჭველი მაგარი გამოდის რა. ანუ თუ ისეთ თემაზე ვილაპარაკე, ხა რაც არ მაინტერესებს, მე თუ არ მაინტერესებს, სხვას როგორ დაინტერესებს. ხო, ვერც დაინტერესებ. ხო და YouTube-ზეც ბარემ გადავიდეთ, კაი ის იყო ქართული ნაწილზე რა. ეხა აი ბოლო პერიოდია რაღაცა ფუნქციები დაემატა აუდიო ნაწილში, რა შეგიძლია შენ რამდენიმე ენაზე აუდიო ფაილი აუტვირთო, ხო და რამდენიმე YouTuber-ს აქვს ჩართული ექსკლუზიურად რა. მაგაზე მეც გავაგზავნე რეკვესტი, რომ მეთქი აი იქნებ მომეცე საშუალება და რასაც გადავაკეთებ, ბარემ ორი კურდღელი დაიჭირო ერთად რა, რომ ქართულად ჩაწერ კონტექსტს, რაც ჩემი მთავარი ღირებულებაა და რომ ტექნოლოგიური მიმართულების სხვა ადამიანი ან ზოგადად ციფრულ სამყაროზე რაღაც კონტენტი შევქმნა და მეორეა რომ თუ რაღაცა ამ მიმართულებით წავედი, შეიძლება რომ რაღაცა AI-ს გააკეთებინო ინგლისურენოვანი აუდიო ან სხვა ენაზე პირობითად. და ამით უფრო დიდ მასშტაბზე გახვიდე პირობითად. ხო და მაგაზე რა სიტყვი მაგ ფუნქციაზე ზოგადად მაგ ფუნქციაზე YouTube-ის. ახლა მაგაზე სანამ მაგ ფუნქციამდე სანამ მივართ, მოდი ცოტა თავიდან დავიწყოთ რა. როცა ადამიანი, აი ჩვენაზეც დავიწყეთ თან საუბარი, ადამიანი როცა ცდილობს დაუშვათ YouTube არხი გააკეთოს და მისთვის ეს კომერციული ინტერესი უფრო არის, ვიდრე სხვა რამე და ცდილობს რომ აი ქართულზე გააკეთოს თუ ინგლისურზე ჯერ ვერ ჩამოყალიბდა. არიან ადამიანები, ვინც ფიქრობენ რომ მოდი ერთი არხი შეიძლება ქართულად გავაკეთოთ, მეორე გადავახმოვანოთ ან იქ ცოტა სხვანაირად გავაკეთოთ ინგლისურად. ან ტიტრები დავადოთ ინგლისურად და ისე ქართულად იყოს, ან ინგლისურად იყოს და ტიტრები დავადოთ ქართულად, სათაურში ინგლისურადაც დავწეროთ და ქართულადაც. და ეგეთი ვერსიები არსებობს, მაგრამ სინამდვილეში ეგ ვერსიები ყველა უარგისია. თუ აკეთებ ქართულად, უნდა იყოს თავიდან ბოლომდე ქართულად, თავის სათაურით, მეტყველებით, ტიტრებით, თეგებით და ყველაფრით. თუ აკეთებ ინგლისურად, იქ ერთი 100-ც არ უნდა დაწეროს ქართულად და არაფერი არ უნდა იყოს ქართული. და ამას მკაცრად განსაზღვრავს თვითონ YouTube-ის პოლიტიკა. გარდა იმისა, რომ ეს ალგორითმებისგან არის ეგრე, ლოგიკურად და ადამიანურადაც ეგრეა. ეხლა მე რო აქ რაღაცაზე ვღადავ, მაგალითად, რაც ქართული კომუნიკაციისთვის არის მარტო ავთენტური თემა და ცნობილი, ეგ ეხლა AI გადათარგმნის მაგას თუ რაღაც Brad Pitt-ი გაახმოვანებს ინგლისურად, ამერიკელისთვის მაინც გაუგებარი იქნება და არც აინტერესებს იმას. ეგ რო კარგად გავიაზროთ, რას ნიშნავს. ეხლა რო რაღაცა ვინმე ეგვიპტელი ტიპი რაღაცაზე გადაობდეს, იქ ეგვიპტის ქალაქში რო რაღაცა მოხდება. ხო. რაზე შენ ინფორმაცია არის? ხო, ვერ გავიგებ მაგას. და ეგ ფუნქცია ეხლა რაც მაგ ფიჩერამდე რომ მივიდეთ ეხლა რაც YouTube-ს და აი Mr. Beast-ს აქვს და რამდენიმეს რა, რაც ნახე ყოველ შემთხვევაში. ეგ არის ძალიან ნიშური რაღაც და ძალიან ცოტა ადამიანისთვის. მაგალითად ეხლა ამ პოდკასტსაც არავინ არ მოусმენს. ხო, თან ინგლისურად, ხო? ინგლისურად, რა თქმა უნდა, ქართულად, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ქართველები ვართ და ქართული კონტექსტის ნაწილი ვართ და
იქ არ მოусმენ, ეხლა გამორიცხულია. მაშინ უნდა ვილაპარაკოთ რაღაცა ისეთ თემაზე, რაც იმათვისაც გლობალურად საინტერესო სიახლე. იქნება. ხო. ან უნდა ვილაპარაკოთ სპორტზე, რომელიც შეიძლება რაღაცა ისეთი ანალიტიკა დადო, ან ისე ჩაუბრუნდე რაღაცასაც იქაც იციან, ან ფილმზე, ან სერიალზე, ან თამაშზე, ან რაღაც ეგეთზე კიდე აქ აზრი და ეხლა იმაზე რომ ვილაპარაკოთ, რომ რავი, ვეფხისტყაოსანი. დრონების ტურნირს რო ატარებ ხო. თბილისში, ანუ თბილისში. კიდია ყველას რა. ხო. არც უნდა კონდეს იმის ამბიცია, რომ იქ ვინმე უყურებს. ხო, აი მისტერ ბისტს ახლა სხვა განცვლა აქვს, რაც გლობალური ის გააკეთა თვითონ და 28 ენაზეა და ყველაზე ჩემს საინტერესო რა იყო, იცი მანდ, რომ იაპონურად ათარგმნებს ამ დაქირავებული ყავს სახიობი, ვინც მაგალითად ნარუტოს ხმა იყო. და ეგ რო გავიგე მეთქი რა მაგარია. просто მაგის საშუალება რო გაქვს, რომ შენი თარგმანი იაპონურ ენაზე იმ ადამიანმა გააკეთოს, ვინც ნარუტოს ახმოვანებს. ეგ იყო მე ძალიან მიყვარს ანიმეები და ნარუტო განსაკუთრებით რა და ეს მიყვარს ანიმეები. და მისტერ ბისტი არ არის სწორად შეფასებული ტიპი რა. მაგაზეც ვისაუბროთ ცოტა ხანი. მისტერ ბისტი არის ტიპი, რომელიც YouTube-ში ძალიან კარგად გაირკვა და ყველაფერი თავის შუაზე გადაიყვანა იმის გამო, რომ ბევრი ფული დააწერინოს და დანარჩენი ყველაფერი კიდია. ეხა იყო რა სტატია, პირველი მილიარდელი იუთუბერი შეიძლება გახდეს. ხო და გახდება კიდევაც, მაგრამ ეგ ანუ YouTube community კიდე სხვა რაღაცა, ანუ YouTube-ში პატივისცემა რომ მოიპოვო და იქ რაღაც ავტორიტეტი გქონდეს და რაღაც რა. და საქართველოში მე რა არ მომწონს იცი რომ საქართველოში YouTuber-ობა რო უნდათ მისტერ ბისტის გზას ირჩევენ. და ეგ შეუძლებელია. ანუ არც ორი კი არ არის, შეუძლებელია. ანუ მისტერ ბისტი ჯერ YouTube-ის ფანი იყო, YouTube-ზე ყველა YouTuber-ს უყურებდა, უკომენტარებდა რაღაცებს იმაშვებოდა და ეგრეთ ცდილობდა და მაგის შემდეგ მივიდა მაქამდე. ანუ პირდაპირ მაქამდე ვერ მივიდოდა, შეუძლებელი იყო. და YouTube-ის community არის კიდე საერთოდ სხვა ფენომენი, რომელიც მისტერ ბისტს არ ყავს. და არც უნდა, იმიტომ რომ სხვა გზით მიდის, მაგრამ მაგის გამიჯვნა არის აუცილებელი რომ ვიცოდეთ. აი მაგალითად, ნახე, ძალიან კარგი მაგალითია საქართველოში ალბათ არც იციან ეგ YouTuber Markiplier, იცი? Markiplier არის და 30 მილიონზე ცოტა მეტი გამომწერიყოს, 35-მდე ალბათ. ძალიან ძველი YouTuber-ია და PewDiePie-სთან ერთად იღებდა ადრე ვიდეოებს და რაღაც. აი ნახე, ამდენი წელია YouTuber-ია, თვეში შეიძლება 30 ან 50 მილიონი აქვს შემოსავალი YouTube-ით. 10 წელია სადღაც და მაინც ის ესე და იგივე საკეთებს, რასაც აკეთებდა რა. ანუ YouTube-ზე განვითარება არ ნიშნავს რომ ოპერატორები მრავლდება ირგვლივ და კამერები და დრონები გიღებენ და რაღაც კოსმოსიდან რაღაცებს გესვრიან. ეგ სხვა რაღაცაა. და ის Markiplier-ი რომ მაგარი YouTuber-ია საჩვენს ნახი, იღებს პოდკასტს მაგალითად რა. თავარი არხი აქვს, ხოლმე თამაშობს და ივასება რა. და აკეთებს პოდკასტს. და გააკეთა ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მარკეტინგული აქტივობა, რაც გამიგია საერთოდ ამ დედამიწაზე. უნდა რომ თავისი პოდკასტი გააპიაროს ტიპმა და YouTuber-ია რა, შეუძლებლად, რომელსაც YouTuber-ული community ყავს. და რას აკეთებს, ნახე? ამ თავის პოდკასტს დებს თავის YouTube-ზე, მე მგონი პოდკასტების არხზე, დებს Apple პოდკასტზე, Google პოდკასტზე, Spotify-ზე და სადაც არის კიდე პოდკასტების პლატფორმები რა, ძირითადად. Google-ს აქვს თავისი, Apple-ს და კიდე Spotify-ია. ხო, Spotify-ზე ვდებ ხოლმე მეც. ხო და SoundCloud-ი შეიძლება კიდე იყოს. ხო და ნახე რა შვება რა. აკეთებს ესეთ challenge-ს. ამბობს რომ OnlyFans-ზე დადებს ნუდებს. და იქ რომ ნუდებს დებ, ანუ იქ ფულს იხდიან ნუდების ნახვაში. ამბობს რომ OnlyFans გააკეთებს, იქ რაღაც ნუდებს დადებს. ამ ნუდებზე რა ფული შემოვა მაგას გაუშვებს 100% გამოქმედებაში, ოღონდ OnlyFans გააკეთებს იმ შემთხვევაში, თუ Spotify-ზე, Apple Podcast-ზე და Google Podcast-ზე მისი პოდკასტი იქნება პირველზე მოსვენებით. და გაასწრებს მაგალითად, რავი, Joe Rogan-ის პოდკასტს და ყველა პოდკასტს დედამიწის სურზე. და დადო მაგაზე უბრალოდ ესე რამდენიმე წუთიანი ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ისე ვიზამო თუ ჩემი პოდკასტი გადავა პირველ ადგილზეო. პირველ ადგილზეო პოდკასტი გადავიდეს, ასნიშნავს ისი, რომ მილიონობით ადამიანმა ამის პოდკასტი უნდა ჩართოს და რამდენჯერ სულ ჩართული უნდა ქონდეს ესე ბექგრაუნდზე, რომ აი ნახვები დაიბუსტოს რა მაგალითად. და რომ დადო ეგ ვიდეო
მე მგონი Spotify-ზე მესამეზე ავიდა და იმ ორ დანარჩენ პლატფორმაზე ავიდა პირველზე. და ის გაბრაზდა. გასქვიაო Spotify-ზე პირველზე არ ავიდა, კიდე რამდენიმე წუთიანი ვიდეო წადო და ამბობს, რომ დედაჩემაო, ჩემზეო გადაიღო დოკუმენტური ფილმიო. თუ სწორად მახსოვს, Netflix-ზე იდო ეს ფილმი. Netflix-ზე ეხაო ჩართიყო ყველა ეს ფილმი, იმდენჯერ უყურეთო სანამ დოკუმენტურ ფილმებში პირველზე არავაო და Spotify-ზეო პირველზე აიყვანეთო ის პოდკასტიო. და ამ დოკუმენტური ფილმის პირველზე აყვანა საჭელიაო, იმიტომ რომ ის პირველზე იქ არავიდაო რა. და უცებ ეს მისი დედამისის გადაღებული ფილმიც გააპიარა, ისიც პირველზე ავიდა Netflix-ს გაყიდვები გაეზარდა. Netflix-ს ეს პირველზე ავიდა, ისიც Spotify-ზე პირველზე ავიდა. მე რაღაცა წელზე მოცულათი გადაიღო თუ რაღაც დადო იქ OnlyFans-ზე და იქიდან რამდენიმე მილიონ დოლარი შემოვიდა და მაგით ხელმოქმედებაში გადარიცხა, კარგი საქმეს გააკეთა და პოდკასტებში ეგრევე პირველზე გავიდა. დედამისის ფილმიც გააპიარა და თვითონ ერთ-ერთი რა დაუხარჯია, კიდე ფული იშოვა. აუ წართულია რა. მე ეგეთ რაღაცებს საერთოდ ხა არც მაქვს რა მაგის შეგრძნება რომ ეგეთ რაღაცები მუშაობს არ მუშაობს. ხო და ნახე მე სუმაღელო ფიქრობ ეგეთ რაღაცებზე და ეგ არის ყველაზე ისეთი რაღაცა რომ ამდენი ადამიანი ისე მოყვება რაღაცასკენ რომ აი ჯოროგანი რომ 70 წელია იმ პოდკასტს იღებს და რაღაცა 2000 რაღაცა ეპიზოდი რო აქვს და Spotify-მა რომ $100 მილიონ იყიდა პოდკასტი. წარმოიდგინე. თან იყიდა ნიშნავს იმას რომ აკეთებდა მანამდე, ახლა საკეთებს უბრალოდ იქაც იდება. მაგ პოდკასტს რო ეგრე 1-2 წუთიანი ვიდეოთი ასწრებ, წარმოიდგინე ამ ხელა ძალა აქვს. და ეგ არის სინამდვილე იუთუბერობა. Community და გავლენა რა, რეალური გავლენა. ხო, და საერთოდ აუცილებელი რომ ძალიან ბევრი ნახვა გქონდეს. Community თუ გყავს რა. ხო, აი ეგ კითხვა მქონდა შენთან, რომ ეხლა რას უყურებ ქართულ YouTube-ს, ძალიან დიდი ხანია უყურებ რა, ანუ 10 წელია უყურებ და შესაბამისად ამდენი ხანია რომ უყურებ, მაგ დროში შენ იყავი დანელია იყო და რამდენიმე, ხო, ისეთი. მე გეიმინგს არ უყურებდი ხოლმე და ამიტომ გეიმინგი თემები არ ვიცი. მაგრამ ვიცი გეიმინგში ვინც არიან, ხო? მეტნაკლებად, იმიტომ რომ იყო ახლა უკვე გაერთიან და ასე თუ ისე გადაკვეთები, გადაცვლები, გადმოსვლები არის და მაგიდან გავიცანე ვიღაცები, ხო? ხო და შენ გაქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი community, ჯგუფები, მიმები, ისა. თან ერთი ჯგუფი წაკეშალა მე მეორე გააკეთე, მთელი ამბები იყო აქ და კიდე ოქტოპუსები არიან, კიდე რომლებსაც რაღაც თავისი მიმართულება აქვს რაღაცნაირი რა, უცხო შედარებით რა. ხო და სულ მიკვირდა ხოლმე მაგალითად თქვენი ორი არხი რო არ არის ყველაზე გამომწერებით მრავალმხრივი რა. ეხლა სოსა შემოვიდა რამდენი, ვიცი, 1 წელია თითქმის და 400,000 პლუს აქვს ხოლმე მგონი გამომწერი. ნუ მესმის რომ ნიშა სხვანაირია, მაგრამ ხა თქვენ ხო უფრო გავლენის კუთხით ხედავთ, იმით ხედავთ, ამით ხედავთ, რომ პატივისცემას გავლენაც რაღაცა როლიც ბევრად უფრო ძლიერია თქვენი ორი არხის პირობითაც რა. და ეგ რანაირად ხდება, რომ აი რა ვიცი, არ ხარ პირველზე მაგალითად. იცი რა არის? ნახე ხო, საქართველოში არის რამდენიმე ის იუთუბერი, რომელსაც ძალიან ძლიერი community ყავს და მე ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი ეგეთი მეც ვარ. მან არის ყველაფერი განსაზღვრული იქიდან გამომდინარე ჩანაფიქრში როგორ ხედავ შენს არხს. მაგალითად მე არასოდეს არ მქონია ასე ვთქვათ პიკი, ეს რაღაცა რო ვითარდება და ეს პიკს რო აკეთებს რა, ან ვიდეო რო გამივარდავი რო სულად ანამე რა. ამდენი წელია რაც ვაკეთებ, სულ სტაბილურად ესე ნელა იზრდება ჩემი არხი. და ეგ ყველაზე მეტად მომწონს. იცი რატო? იმიტომ რომ ყველა პიკს მოყვება ქვემოთ ვარ და როცა სტაბილურად ზემოთ იზრდები, ქვემოთ ვარ და არასოდეს არ მქონია. და ძალიან მაგარია. და ნახე community-ის კუთხით რა ხდება. მე არასოდეს არ ვიღებ ისეთ ვიდეოებს, რომელიც ჩემს არხზე გაზრდი და გამომწერებს როგორც მხოლოდ გამომწერებს. და არც ვცდილობ, რომ მხოლოდ ნახვაზე ორიენტირებული ვიდეოები გავაკეთო. ანუ ვცდილობ, რომ ჩემს ჩარჩოში დავრჩი, ასე ვთქვათ. რაც მევასება, მართლა, მარტო მაგაზე ვიღებ ვიდეოებს. როგორი ვიდეოებით მევასება, მარტო ეგეთ ვიდეოებს ვიღებ. შესაბამისად, ჩემი აუდიტორია ნელა იზრდება და ეს ნელა რო იზრდება, ეს არის ჩემი რაციონალური არჩევანი. და თან ეგრე მაწყობს მეც. ანუ მაგალითად ნახე, მე შემეძლია რაღაცა ვიდეო გავაკეთო ისეთი, რომელსაც დაუშვათ ექნებოდა 300,000 ნახვა. მაგრამ შეიძლება ეგ არ გავაკეთო და გავაკეთო ისეთი ვიდეო, რომელსაც ვიცი, რომ დაუშვათ 20,000 ნახვა ექნება. მაგრამ ეს 20,000 ნახვა რო ექნება, ეს
განსაზღვრულია ისეთი ადამიანებისთვის, ვინც მე დიდი ხანი ამიყურებს და ჩემზე ბევრი რამე იცის. და მის ცოტა რთულია სახსნელი ახლა რასაც ვამბობ, მაგრამ იმედია იგებ მაინც რა. კი. ზუსტად. მაგის მეშინია სხვა შორის რა. თავიდან შეიძლება არასწორად მივუდგე მეც მათ შორის, იმიტომ რომ ტექნოლოგიებით რომ მეთქი რაღაც ტექნოლოგიებს დავიწყებ, იმის გამო რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით არაფერი ხდება, როცა დავიწყე ყოველ შემთხვევაში, მაშინ არაფერი არ ხდებოდა და ეხლაც ესეთი აქტუალური და პოპულარული არაფერი არის ამ მიმართულებით და მეთქი რადგანაც ნიშა არის თავისუფალი თან აგერ ამ მიმართულებით ასე თუ ისე ხალხის ვიცნობ, მიცნობს და ამ შემდეგ მეთქი ეგრევე გავარდება. და რაღაცა ბევრი გამომწერი ახი რა არის იცი? რაზეც არასოდეს არ უსაუბრია მე მგონი. არის ის რომ გავარდნა არ არის კარგი საერთოდ. ეგრე, ანუ ყველაფერს თავისი დრო აქვს რა. შენ რომ აი თან იმ თემასაც გავაგრძელებ კომუნიკაციაზე მგონია რომ კარგად ვერ ახსენე. ნახე მე რო ეხა ვიდეო გამივარდის რომელსაც პირობითად მილიონი ნახვა იქნება და იქიდან მომემატება 100,000 გამომწერი პლუს რომელიც მე არ მიცნობს და მხოლოდ იმ ვიდეოს გამო შემოვიდა ჩემთან. ეგ არ შედის ჩემს ინტერესში საერთოდ. მე მინდა რომ რასაც ვაკეთებ და როგორიც ვარ, ვისაც ეგ მოწონს, მხოლოდ ისინი მომემატოს. იმიტომ რომ მე ვაკეთებ ისეთ აქტივობებს რაღაცებს რის გამოც მიყვარს იუთუბერი ვარ, რომ ეგეთი ხალხი მჭირდება რა. მე მაგალითად რომ მიმებზე რომ ჩელენჯს ამბობ დაუშვათ, რომ აი მაგალითად ამ თემაზე ვინდა მიმები და ერთ დღეში რომ 500 მიმი იგზავნება. ხო, იგზავნება. ეგ ისე მიყვარს და აღმართოვანებს, რომ აი ეგ ნახვებს ვერ შემეცვლის ვერასოდეს. თუნდაც მაგ ვიდეოს ძალიან ცოტა ნახვა ქონდეს რა. სხვათა შორის ამ ყველაფრის საწინააღმდეგო თეორია რა არის, რომ როცა ვიდეოებს ისე არაკეთებ, რომ ბევრი ნახვები ქონდეს, ეგრე ხო სპონსორები არ მოვლენ მაგალითად. ან ამე ეგეთი. იმიტომ რომ ჩვენთან სხვა რაღაც აფასებენ რა ბიზნესები. ხო, მაგრამ ნახე რა არის მე მაგალითად როგორი ურთიერთობაც მაქვს სპონსორებთან და ბევრი სპონსორი მყოლია სხვადასხვა დროს. არავისთან არ მქონია ისეთი ურთიერთობა, რომ ნახვებით მithვლიდეს რაღაცა შედეგს. ანუ იმიტომ რომ მე თვითონაც არ ვთვლი ეგრე, რომ ნახვები განსაზღვრავს. ნახვები ბევრ რაღაცას განსაზღვრავს, მაგრამ მე ვუყურებ ისე რომ მე მაქვს ჩემი არხი, მყავს ჩემი community და ამ community-ის ნაწილი თუ უნდა რომელიმე სპონსორს გახდეს, ეს არის რაღაცა თანამშრომლის ნაწილი რა. და შენ თუ ჩემი სპონსორობა გინდა მაგალითად და ნახვებით გინდა დაითვალო, რავი, $100 დაბუსტე Facebook-ზე და დაგიწერს 700,000 ნახვას და გქონდეს ნახვები თუ გინდა მარტო რა. და აქ ნახვები კი არ არის, აქ არის ურთიერთობა. კი. თან ეხა ანუ რიცხვების რაოდენობა არ ნიშნავს შედეგის ხარისხს, ხო? ამ შემთხვევაში და ხო, მაგრამ მოდი ისიც ახსნათ, მარტო თავმხარი ვერ გამოგვიდეს. ისეთი იუთუბერები, ვინც აკეთებს ისეთ კონტენტს, რომ აი ნახვები გააწურინოს ბოლომდე. ეგ ცუდი კი არ არის ან რაღაცა მაგას კი არ ვაკნინე ამ ჩემი ამ თემის საუბრით. უბრალოდ მე სტილი მევასება და ძალიან ბევრი სტილი არსებობს რა, როგორიც გინდა ეგეთი იქნები. და ეგ არის უბრალოდ სხვა მიდგომა, სხვა ინტერესები, სხვა გამოცდილება და სხვა ლაიფსტაილი. ეს მე რო ესე კამერას ჩავრთავ და უშუალოდ და რო გავიღვიძებ საძინებელში და მისაღებში რო გამოვიდა კამერას ჩავრთავ და იქ რეკორდზე რაღაცას ვარიაქტებ, ესე რაც ჩემო გამომწერება გამოგზავნეს. ეგ ჩემთვის უდიდესი კომფორტია. მე რო ამჭირდება დაუშვათ სტუდიის საწყობა, სტუმრის მოყვანა, იქ ოპერატორი, დრონის კადრი, რაღაცეები. ეგენი რომ მე მჭირდებოდა, ვიდეოს გადასაღებად რომ სახლიდან გასვლა მჭირდებოდეს, მე იუთუბერი არ ვიქნებოდი. ხო. ეს კომფორტია, ხო, შემთთვის ეგ ყოველდღიურობის ნაწილია. ეგ ჩემი ლაიფსტაილი. ხო, ლაიფსტაილი. თუ მაგალითად ეხა მე ამ ყველაფერს ისე შევხედავდი თავიდანვე რომ ეს ჩემი ლაიფსტაილი კი არ არის, ჩემი ბიზნესია და რაღაცას ვარეკლამებ ამ ჩემი მოღვაწეობით ან აუცილებლად შემოსავლის გამო როგორც სამუშაოს თუ ისე შევხედავდი, მოდი ესე ვთქვათ. რომელსაც დღეში 9 საათს უთმობ, თუ 8 საათს უთმობ. მაშინ ალბათ მეც ეგრე ვიქნებოდი რა, მაგრამ მე ამას არ უყურებ როგორც სამუშაოს. ანუ მე არც ვიცი როდის მუშაობს, სულ ფაქტობრივად სულ მაგრამ ჩემს აი მაგალითად თავიდან როგორ ჩავთვალე,
ანუ ეს კი არ იყო რა ნახვები და რაღაცა რა. უბრალოდ ამას რო ვაკეთებ, ეს რაღაცა ვალიდაცია იყო ჩემთვის, რომ თუ ადამიანები დაინტერესდებიან, ესე იგი საინტერესოა და მოდი კიდე გავაგრძელებ, იმიტომ რომ მე ამას ისაც ვაკეთებ, ოღონდ არა საჯაროდ ესე YouTube სივრცეში, არამედ სხვა სივრცეში, სადაც შედარებით უფრო შეზღუდული ისინი ახლა community და აუდიტორია. ხო და ეხლა რო რაღაცა სამი კაცი მყავს მაყურებელი და გუში წინ სადაც იმაზე ევროპის დღეზე შევხვდი, მოკლედ ამ ხალხს და მითხრა რომ აი გიყურებ და ძალიან მომეწონა და იყო ჩემთვის რაღაცა რა ვიცი, ბედნიერება რა, საწვავია იქ ჩემთვის რა. ის ენერგია რომ მე ხვალზე ახალი ეპიზოდს გადავიღებ აუცილებლად რა. ნახე, მაგაზე არ გიპასუხეთ ახლა. მოდი წარმოვიდგინოთ თუ სიტუაცია, სადაც შენ ნებისმიერ ადამიანმა რომ ამ შემთხვევაში მოდი შენზე ვთქვათ, დადე YouTube-ზე პირველი ვიდეო. და ავიდა 100.000 დახვაზე. და დაგიგროვდა 5.000 გამოწერი. რა ხდება იცი ამ დროს? 6 თვეში შენ YouTube-ერი აღარ იქნები. ხო, ეგ სხვა სცენარია, ხო რაღაცა, რადიკალ. შენ თან ამას გეუბნები როგორ იცი, აი უამრავი მინახავს ეგეთი, ანუ და ერთი გამონაკლისიც არ არსებობს. ანუ თავიდან YouTube-ზე რამეს რო იწყებ და თუ კარგი შედეგი დადე და გაგივარდა რაღაცეები, აი ოღონდ ეგ არ დაგემართოს თუ კარგი გინდა შენ თავისთვის რა. და აღსტანს რატო ხდება ეგრე? ნახე, ყველა YouTuberi გინდათ საქართველოში, გინდათ უცხოეთში რო აიღო, ყველას აქვს ბევრი წლის გამოცდილება და მე რაღაცას მიაღწია. ესეთი სისტემა არსებობს. ნახე, TikTok-ზე რო შედიხარ დაუშვათ და TikTok-ზე ხდება სულ ისეთი კონტენტი, სადაც ტიპები თავის არხზე დაკომენტირებულ კომენტარებს, ჰეით კომენტარებს პასუხობენ. ეგ არის ალბათ ნახევარზე მეტი, ხო? რატო არის ეგ? იმიტომ რომ TikTok-ზე რაღაცას დადებ, გაგივარდება ეგრევე. იმ გავარდნილი რაღაცეებინა, სულ ყველაზე კეთილი და სანდომიანი ადამიანი იყო, მაინც ნეგატივი ერთი 100 კომენტარი იქნება საშინელი. და წარმოვიდგინე, უცებ ადამიანი ხარ, ესე რაღაცას აკეთებ ვიდეო და უცებ 100 კაცი ძალიან საშინელ რაღაცებს გიწერს. მაგის გადალახვა არის ფაქტობრივად გამორიცხული რა და მე პასუხისგაცემა გინდება. აი ხა ნახე. დავუშვათ დაიწყე YouTube-ზე ვიდეოების დადება და რავი 12 ნახვა გაქვს. იმ 12-დან ერთი თუ იქნება ცუდი კომენტარი, იმ ერთ კომენტარს მარტივად ეგუები. და 100 კომენტარი თუ გექნება ცუდი, მაგას ვერ ეგუები მარტივად. და ეს რომ ნახვები რომ ნელ-ნელა იზრდება, ჰეით კომენტარებიც ნელ-ნელა იზრდება და უკვე გაწუხნილი ხვდები მაგ ყველაფერს და აი ხა შეიძლება ამას რომ ამბობ დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ რა მნიშვნელობა აქვს ხა ერთ ცუდ კომენტარს დაგიწერენ თუ 100 ცუდ კომენტარს დაგიწერენ რამე ეგეთი მაგრამ ეგ იმხელა რაღაცას რო აკეთებ და მასიურად ადამიანები ცუდ კომენტარებს გიწერენ ეგ იმენად დიდი ფსიქოლოგიური ზიანია ნებისმიერი ადამიანისთვის რომ ყველას გატეხვა შეუძლია რა კი და ეგეთი ნიუანსი კიდე ამ სფეროში ძალიან ბევრია, რომელიც ესე არ ჩანს ზედაპირზე, მაგრამ აი პრაქტიკაში შეიძლება ყოველ მომენტში გაგაჩეროს. და ამიტომ YouTube-ზეც კიდე რა ხდება, ნახე, ეგ ეხლა ჩვენ ვილაპარაკეთ მარტო კომენტარების კუთხით და ჰეითის ამოსვლის რისკები. მოდი ავიღოთ სხვა კუთხითაც განვიხილოთ სწრაფად რომ გავარდე რატოა ცუდი, მაგალითად, ნახე, პირველი ვიდეო დადე და გაქვს 100.000 ნახვა. მეორეც დადე და მეორეც გაქვს. შეუძლებელია შენ ეგ დაიჭირო. ფლოუ შეინარჩუნო. შემდეგ ვიდეოს რო დადებ და გაქვს მაგალითად 50.000 ნახვა. შენ ფიქრობ რომ შედეგი ორჯერ გაგიუარეს და ხო, ესე რაღაც ვეღარ აკეთებ. რაღაცას ვეღარ აკეთებ, თვით შეფასება გივარდება და ცდილობ უკეთეს გააკეთო. ამ ცელობის დროს დიდი ალბათობით შენ ისევ 100.000 ნახვას ვეღარ დადებ. და უფრო მეტიც, ანუ სულ უფრო ქვემოთ წამოხვალ. და ბოლოს მიხვალ იქამდე რომ ეს შენი საქმე არ არის და სხვა რამე უნდა აკეთო რა. ოკეი. ძალიან სწორია. ეხლა მე აი ამ მოკლე ვადაში გადავხარში რაღაცები, იმიტომ რომ პირველი ეპიზოდი რო დავდე და მქონდა რაც 4000 ნახვა, მეორე დავდე და 3600, მესამე დავდე და მქონდა 500. ხო და ნახე, მეთქი რა ხდება? ნახე ეხლა მე ჩამოთვალე ორი კომპონენტი სულ. ერთი იყო კომენტარები და მეორე იყო ეს დაღმასვლა. იმიტომ რომ აღმასვლა სულ დაღმასვლას მოყვება. ესე შემიძლია ჩამოთვალო ეხლა ერთი 30 ან 40 სხვადასხვა მიზეზი რატო არის თავიდან წარმატება ცუდი. არა, ეხლა ამ განსახედიდან აი მართლა ის არის რა. ნამდვილად გეთახმები მაგამ. მე ცდილობ რაღაცა საინტერესო დადო.
და არ აქვს ნახვევი. არა აქვს ნახვევი და მე იქ საეჭვო კაცის ვიდეო შეხვდება შაურმას უჭამს და 200,000 ნახვარი აქვს და იტყვი რომ საშინაო პლატფორმა YouTube, იმიტომ რომ ხარისხიანს არ აფასებენ და გაქცევა გინდება. ხო. ეგით რაღაცა ვიფიქრებ. როგორც საეჭვოზე არა, მაგრამ ზოგადად. ანუ როგორ რაღაც იყო თავიდან და რო ვიწყებდი, ქონა ერთი ვიდეო, რომელიც ჩავწერე შარშან, ამ შარშან ვაპირებდი რომ დაგვეწყო რაც Red Bull Sobox-ის აწყობის ვიდეო. თან ინჟინერია, თან დიზაინი, თან შოუ, თან ჩელენჯი, თან შეჯიბრი მანქანების, თან Red Bull Sobox-ია, რომელიც რა მე მგონია რომ ყველა ბავშვი თუ არა, ვისაც უნახავთ, ყველას აინტერესებს და ეს ქონა მეთქი ეს იქნება გავართნა რა. და მოდი ამას არ დავდებ. ჯერ რაღაცა შევამზადებ, შემოვალ პოდკასტით. და როგორც კი რაღაცა ცოტათი გამომწერების მექნება და რაღაცა, მე დავდებ მაგას და ამით გავარდება რა. და ეს პირველი პოდკასტი კაი ნახვა ქონა, მეორესაც ანუ საწყის ეტაპზე ნორმალური, მეორესაც კაი და ეს ვიდეო რომელიც დავდე, რომელიც მეგონა რომ ყველაზე მაგარი იქნებოდა, ყველაზე ცოტა ნახვა აქ რეალურად. ეგ არის კიდე საინტერესო ფენომენი, რომ თითქმის შეუძლებელია გათვალო ეგ. ანუ თითქმის შეუძლებელია გათვალო რა გაგივარდება. უბრალოდ უნდა გქონდეს თავიდან სამი გადაიღებ რაღაცას შეიძლება იცოდე რომ ეს დაუშვოთ ესე იმუშავებს, მაგრამ შეიძლება მართლა ყველაზე კაი ვიდეო გამოგივიდეს, რომელშიც ყველაზე ცოტა რესურსი ჩადე. და ეს მე სანამდე მიყავ იცი ამ ყველაფერს, რომ YouTube-ზე შენ თუ გონია რომ ეხა ბევრ რესურსს ჩადებ და ეს შესაბამის ნახვას მოიტანს, არ მოიტანს. უბრალოდ ყველაფერი უნდა გააკეთო ჭკვიანურად. შეიძლება ერთი მობილურით ეს სადმე გაისერინო და ისეთი მაგარი ვიდეო გამოიყვანო, რომ შენს ახსე ყველაზე მეტ ნახვასაც დააგროვებს, გამოწერებსაც მოგიყვანს და ყველას დაევასება. ეს ხაშას ბევრი იღებს, აი სოსოც მე მგონი მობილურით. ხო, მაგრამ ნახე სოსო შემთხვევა სოსო სხვა ქვეყანაში მიდის. ხო, და იღებს ვიდეოს, რაც ესე რესურსის თვალსაზრისით რო ავიღოთ, ძალიან დიდი რესურსია რა, ერთი ვიდეო შეიძლება $5,000 ჯდებოდეს პირობითად. მე მომბ პროგრამის იცი რომ შეიძლება ერთი მობილური აიღო. აი ხარ სადმე მაღაზიაში გახვიდე, მოხვიდე და ეგ იყოს ყველაზე მაგარი ვიდეო. და არც ოპერატორი ყავდეს, არც არაფერი არ გქონდეს მეტი რა საერთოდ. და შესაბამისად YouTube-ზე მოღვაწეობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შენ უნდა ეცადო მაქსიმალური შედეგი დადო და ამაში ჩადო რაც შეიძლება ნაკლები რესურსი. და ნაკლები რესურსის ჩადება იმიტოა კარგი, რომ აი ეს რესურსი გაანაწილო იმაზე, რომ ბევრიც და გქონდეს. ძველადიან პერსპექტივაში. და მინიმუმ ხარჯი გექნება ნაკლები. რაღაცა თუ არ გამოვიდა რაღაც, ხო, თუ არ გამოვიდა რაღაცა, მინიმუმ არ გექნება ძალიან ბევრი. ნახე, რაღაცა თუ არ გამოგივიდა, ეგ კარგია, ეგ არის გამოცდილება. სულ დადებული ვიდეოების ანალიტიკა უნდა შეამოწმო, გაანალიზო, ნახო იქ ადამიანების რა მოწონთ, რა არ მოწონთ, სად გადაახვიეს, ვიდეო სად რამდენჯერმე უყურეს, მე ეგ ანალიტიკა დაამუშავო, გონებაში მივხვდი რა ევასებაც და მაგის მიხედვით ახალი ვიდეო გადაიღო. იმას თუ ნახე კიდე რა არის, იცი? ვიდეოს რომელსაც ცუდი შედეგი აქვს, ყველაზე ძვირფასი ვიდეოა, იმიტომ რომ იქიდან სწავლობ მარტო. შენ რო ეხა პირველი პოდკასტი და 100,000 ნახვა ქონოდა, შენ ვერაფერს ვერ ისწავლედი, გეგონებოდა რომ საუკეთესო პოდკასტებს იღებ და კიდე ეგრე გააგრძელებდი. ოკეი, ძალიან სწორი. ხსვაშ იმ ვიდეოზე რაღაცები აღმოაჩინე, მაგალითად, რომ თავმეილი მქონდა არასწორად, რაღაცა ის ვნახე, რომ impressions-ზე რო აგდებ და ძალიან ცოტა იყო, ვინც აკლიკებდა და გადმოდიოდა რა. მივხვდი, რომ შეიძლება დასახელება იყო ცუდი, რაღაცა მაგეებზე ვიფიქრე, რომ იქ უფრო ჭკვიანური დასახელები მოვიფიქრო რაღაცეები და ნუ მაგ გაგებით მართლა საკმაოდ ბევრის ის იყო, შემეცნებით ნაწილში ძალიან საინტერესო. მე იმაზეც ვიფიქრე, რომ მეთქი რაღაც დროის მერე კიდე შეიძლება იწაშალო და ახლიდან დატოვო. თუ ეგეთი რაღაცები ვიდეო არა. ვიდეო არ წაშალა არც ერთი. ოკეი, ეგეც კაი გამოცდილება. აი, რა უნდა გაითვალისწინო მაგალითად, რომ ეხა ჩემნაირად პირობითად ადამიანს აქვს სურვილი, რომ ეხა რაღაც ბუმია პოდკასტების და არა მხოლოდ ხო გადაცემების ძალიან ბევრი დაინტერესდა YouTube-ზე დაწყებას. და ისა დაიწყო საკუთარი არხი განავითარო რა. ეხა რაც შენ ჩამოთვალე მაგის იქით რა არის ერთ-ერთი ყველაზე კაი რჩევა, რასაც შეიძლება რაც გაითვალისწინო დამწყებმა YouTuber-ებმა პოტენციურად. ილაპარაკე მარტო ისეთ თემებზე, რომელიც მართლა გიყვარს. და ეგ სულ ყველასთვის საინტერესოა. არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროა თან. ანუ ნახე პოდკასტამდე ვსაუბრობთ ის, რომ ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც დაწყების დროს უშვებენ, არის ის, რომ გონიათ, რომ რაღაცა თემა აქტუალურია და ეს თემაც თუ იმაზე იქნება, მაშინ წარმატებული იქნება. ეგრე არ არის. მithomedes პოდკასტებში. ადამიანებს უყვართ იმის მოსმენა, თუ რა უყვართ სხვა ადამიანებს.
და ეს იქნება რაღაცა ძალიან შეიძლება ისეთი ნიშური იყოს, რომელიც არავის არ აინტერესებს ეს შეხედვით რა, მაგრამ არ ვიცი. პირობითად აი ქსოვა ან ცომის მოზელა და პურის გამოცხობა შეიძლება გახადო ყველაზე ნახვად კონტენტად ნებისმიერ ქვეყანაში. და საქართველოშიც და საერთოდ ყველაფერი. თუ აი მობილური დაშლა და აწყობა ან რავი, ნებისმიერი რა. და ის თუ რომელ ქვეყანაში რა არის პოპულარული და რა ტრენდებია და ან საქართველოში რა არის ახლა. მაგას რაღაცა მიზეზები განაპირობებს და ის მიზეზი არ არსებობს, რომ აი ეს თემა აქ უეჭველი ცნობილი იქნება. არ არის ეგეთი რამე. აუ ტრენდებზეც გამახსენე, ხო ცოტა შეიძლება გადახოვოთ გამომივიდეს, მაგრამ ადრე რომ მოწვევდი ხომ ტრენდებს. აგდებდა ხომ ქართულ კონტენტებს სულ რა. რაღაცა ვიდეოებს, რაღაც მუსიკებს მათ შორის რაღაცებს. ეხლა რომ მოწვევ ხომ რაღაცა რუსულები, ინდურები რაღაცა, ანუ აირია ეგ ამბავი თუ როგორ ქართულ YouTube ტრენდებზია, ხო? ხო, ქართულ YouTube ტრენდებზე ასე ეხლა ქართულ YouTube ტრენდებზე მეც რო შევამოწმე, ბოლოს სულ შორტებია. ხო, შორტებია სულ. და ეგ იმიტომ ხდება, რომ შორტებს რო სკროლავენ საქართველოსთან ისე როგორც TikTok-ს. აი წარმოგიდგენთ TikTok-ზე რომ იყოს ტრენდები. სულ ქართულ TikTok ტრენდებში სულ უცხოური ვიდეოები იქნებოდა რა. იმიტომ რომ ესე რო სკროლავ, ქართული ნახე რო სკროლავ, ხო არის სულ პატარა ვიდეოები. ამიტომ რამდენი კრეატორიც არ უნდა არსებობდეს ეხლა საქართველოში, უფრო მეტი მოიცა როგორ უნდა ახსნათ ისორად. ყველა ქართველი TikToker-ი რო დებდეს დღეს ვიდეოს, იმდენი ადამიანი სკროლავს, რომ იმათი დადებული ერთი ვიდეო არ არის საკმარისი, რომ ფიდი შეავსოს. ამიტომ აუცილებელია უცხოური ტრაფიკი იყოს. ამიტომ უცხოურ ტრაფიკს უფრო მეტი ნახვა აქვს გლობალურს TikTok-ზე ვიდრე ქართულს აქვს. და მაგიტომ ქართული ცოტა არის. ხო და იგივე ხდება ზუსტად YouTube-ზეც, იმიტომ რომ შორტებია. აი რო იყოს მაგალითად იმიტომ არ არის უცხოური ენოვანი დიდი ვიდეოები ტრენდებში და მხოლოდ შორტები მაგიტოა. ხო, ისე საინტერესო იქნება, რომ ამ ტრენდებშიც იყოს რაღაც ორი განყოფილება, სადაც შორტები ცალკე იქნებოდა და ვიდეო კონტენტი ცალკე, რომ რაღაცა ის ეგ დააბრუნებდა ქართულ ტრენდებს. ადრე მე რო ტრენდებში პირველზე ვიყავი, ძალიან მიხარობდა მახსოვს და ადრე ქართველი იუთუბერებში სამაყო იყო. ხო, ახლა YouTube-ი ძალიან ვითარდება ხო ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რა, ეს შორტების თემაც ხო TikTok-ის პასუხი იყო. TikTok-ის Reels-ების პასუხი იყო. ხო, რაღაც არ ჩამორჩენილიყვნენ და რაღაცა ყურადღება იქ არ გადასულიყვნენ. თუ ვიღაცები თვლიან, რომ მაინც უფრო მეტი წილი წაიღო TikTok-მა. ასე თუ ისე. ხო და როგორია სიამდვილეში აი თუნდაც საქართველოს მაგალითზე ეს ნაწილი, რომ ქართველი კონტენტის რაღაცა მაყურებლების დიდი ნაწილი წაიღო TikTok-მა? ვიცი რა ეგ შეიძლება სხვადასხვა კუთხით სხვადასხვანაირად შეაფასო. თუ შევაფასებთ ისე რომ კონტენტის ნაწილი წაიღო ალბათ წაიღო, მაგრამ ძალიან უნიშნელოდ. უფრო შეიძლება გამოადგაგიდეოთ რა. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ამ TikTok ამ პოდკასტს აქ როდებ, აქედან თუ რაღაცებს ამოჭრიდა TikTok-ს დადებ, TikTok-ი დაგეხმარება პირიქით ისევ YouTube-ის გაძლიერებაში. ამიტომ კი არ წაიღო გააძლიერა შეიძლება ითქვას. მაგრამ მანდ უფრო არის გეოპოლიტიკური ომი მიდის რა. ეს TikTok-ი ძალიან ძლიერი იარაღია ჩინეთისთვის მსოფლიოზე და Google-ს და Meta-ს როგორც ამერიკის ძლიერი იარაღებს ასევე დაევალათ რომ TikTok-ი განეიტრალო. ესე უხეშად რო ვთქვათ. და ამიტომ შორტები რო დაამატა YouTube-მა მონეტიზაცია ჩაურთეს ეხლა კი არა დიდი ხნის წინ, მაგრამ სამონეტიზაცია ჩაურთავდნენ მანამდე 150 მილიონი იყო გამოყოფილი როგორც ბონუსები შორტის კრეატორებისთვის, რომ გაიზლიერებინათ და იცი რა, აი მაგა ეხლა სადაც გამოიყენეს, იცი რომ ეგ იარაღია. ეხლა რო იყო მთელ სოფლიოში ტრენდი, რომ აი მაგათად Balenciaga და რაღაც Gucci ერება ჩინეთში სინამდვილეში და $35,000 მაგივრად $1000 ღირს და ჩინეთის ქარხნებიდან რო ვიდეოებს იღებდნენ. ეგ ვიდეოები რაღაცნაირად უცებ ორ დღეში ნახა მთელმა მსოფლიომ TikTok-ზე. და ეგ ალბათ არ ვიქნები შორს იმ არგუმენტიდან თუ ვიტყვი რომ ეგ ვიდეოები TikTok-მა სპეციალურად გააბიარა უცებ. ხო, რო ჩაიგწორავს ბაზარი, ხო? ამ შემთხვევაში. რომ ევროპაში და ამერიკაში გაიგო ხალხს რომ თურმე ჩინეთში კერავენ Gucci-ს მაგალითად. და $1000 იქნება და თქვენი სამაყო კომპანიები გატყუებენ, ანუ ეს იდეა იდო მაგაში რა. და ამიტომ რაც უფრო ნაკლები ადამიანი შევა TikTok-ზე ეს დასავლური კომპანიების
ინტერესია და მან ეგ ომი მიდის სინამდვილეში, რომელიც ჩვენ ესე ტალღებად მოგდის. ხო, აი ხა იყო ხო რაღაც მაგალითები, რომ ამერიკამ დროებით ერთი დღით ხო თუ ვარცები დაკეტა ეს TikTok-ი და რაღაცა VPN-ებით ცდილობდა ხალხი ისევ დაბრუნებას და მე ისევ გახსნა რაღაც იმ პირობით, რომ რაღაცა 50%-ს მეწილე გახდებოდა ამერიკული კომპანია, რომელიმე. ამ TikTok-ს ახლა არ ვიცი რა შეთანხმებებია. ტრამპს უნდა დაეხურა საერთოდ, მაგრამ ხო. მე ალბათ უთხრეს, რომ შენ რომ პრეზიდენტი გახდი, TikTok-ის დამსახურებაო და ხო, ალბათ. იმ ხელ კამპანიები ქონა TikTok-ზე. მაგრამ მე მგონია რომ ძალიან აწובה მაგას, რომ რაცა მეწილე გახდეს ამერიკული კომპანია. და ნუ იმას ილონ მასკს უნდა ყიდვა, მეტას უნდა ხო, ყიდვა. ახლა ესე რომ შევაჯამოთ, ვერც მეტამ და ვერც Google-მა ამ TikTok shorts-ებით და Reel-ებით Instagram-ის TikTok-ი დიდად ვერ დააზიანეს რა. მაინც. და ხალხს მოწონს მაინც TikTok-ი. მაგრამ ნუ ამერიკულ ბაზარზე დაკეტვა დიდი ზიანი იქნებოდა ნამდვილად. ნახე, ამერიკულ ბაზარზე დაკეტვა თუ მაგას მიიღებდნენ მაგ გადაწყვეტილებას. მაგით ალბათ კი არ შემოიფარგლებოდნენ, შეიძლება ამერიკული კომპანიებისთვის აეგზავათ TikTok-თან თანამშრომლობა და შეიძლება Android-დან და Apple-დან დაებლოკათ საერთოდ TikTok-ი. კი. როგორც Huawei-ს გაუკეთეს. კი, ეხლა გაუწყვეტეს საერთოდ განახილების ხო, ლიცენზია. ეხლა მობილური რო გაქვს ეხლა, ხო, გაქვს, რავი, ან Android-ი გაქვს, ან iOS-ი და მან თუ TikTok-ი არ იშოვება, ესე იგი TikTok-ი არ არსებობს. როგორც Huawei-ს დაემართა, რომ 2018-ში დაბლოკეს მე მგონი. კი. ეს დიდი გაყიდვები ჰქონდა და Samsung-ზე და top 1 მობილურის ბრენდი უცებ გაქრა. იმიტომ რომ ბანი დაადო ამერიკამ და YouTube-ის გამოწერა არ შეიძლება მობილურში და კი, მანდილს უსაფრთხოების ნაწილი იყო და ჩინეთში მიდიოდა ეს რაღაცა მონაცემები ძალიან დიდი. რა ყოველ შემთხვევაში ამერიკა მაგით კარგს მაგდროსაც ტრამპი იყო და ტრამპის ის იყო ინიციატივა იყო. ხო და წამოვიდგინე ხა რა თქმა მობილური Google Map-ი თუ არ ჩართე და YouTube-ი თუ არ ჩართე და მეილი ვერ შეიყვანე. ხო. აი ეგ აქვს ამერიკულ კომპანიას ეგ გავლენა აქვს რა. შეუულიათო ტექნოლოგიურად რაღაც ეგეთი პატარა გარდა. მაგრამ ნუ ჩინეთიც რა თქმა უნდა ალტერნატივებს ქმნის ძალიან დიდი ხანია. ხო, მაგრამ ხე ესენი არის უკვე iPhone-ი მაგალითად iOS-ი და Android-ი არის Google-ის. Android-ი ხო ყველა თუ iPhone-ი არ გაქვს, ესე იგი Android-ი გაქვს. ეს ორი ის არის სისტემა. მეტი არ არსებობს. და ორივედან გაქრობა ნიშნავს საერთოდ გაქრობას. ოკეი. ალბათ იქნება ტრამპისთვისაც ერთ-ერთი ის რა ქვია, არგუმენტი. ბოლობერკეტი TikTok-ის რომ აიძულონ გაყიდვა. ნაწილის. ხო, გაქრობენ უბრალოდ მარტო ჩინეთში დარჩება. ხო. და ეხლა Android-ის ალტერნატივა კიდე რა არსებობს? ჩინეთთან როგორც ვიცი შეზღუდულია. TikTok-ს არ იყელებენ დიდად რა. სხვანაირია ამბობენ, მაგრამ არ ვიცი. სხვანაირია, ხო, მეც ეგრე ვიცი. ჩინეთს ალკე ძალიან ბევრი შეზღუდვა და რეგულაციები აქვს, ნუ თავისი ეკოსისტემა აქვს, მაგრამ თავისი სოციალური ქსელი, გადახდის ერთი სისტემა, ყველაფერი ერთი აქვს მოკლედ რა. ესე გამიგია რომ აქ რო რაღაცა სულ რაღაცნაირი კონტენტია, გასართობი საგანმანათლებლოა უიქაური TikTok-იო და არ ვიცი ეგრე თუ ამართ. ხო, საინტერესო ვინმე ეგეთი ის გვინდა. ჩინეთში დამყოფიან ნაცხოვრები დიდი. ჩინეთში და TikTok-ს შოლავს ეგეთი გინდა ვინ? სტუარი. ხო, მაგრამ ვიცი YouTube-ის და რაღაცებთან წლომა, ნუ არ აქვს ესე რა. ხო. და ბევრი სხვა რეგულაციები, მათ შორის სახელმწიფო რეგულაციები ძალიან საშიში არის მათთან. შენ გაქვს ძალიან დიდი გამოცდილება დრონებზე. და მე მაინტერესებს ეს სფერო და მითხარი როგორ ვიცი, მე დრონებთან ერთი შეხება მაქვს, რომ DJI-ის დრონები ვიცი და აგრონომიულ დრონი ვიცი კიდე რომ ახლა მე ვენახეობაც და რაღაცებს ძალიან მაგარია მაგაში. ხო, და ომში კიდე ომში რო იყენებენ და. ხო, ომში ახლა ძალიან კიდე რა პერსპექტივები აქვს განვითარების დრონებს? მოკეთ ერთი რო DJI-ის ცალკე ხაზია ინდუსტრია და ამათ მას კინემატოგრაფია, ის გადაღება, ფოტო, ვიდეო და შემდეგ და აგრომიმართულებებით დაიწყეს ასევე ძალიან მაგრად მუშაობა ინდუსტრიული და ეხლა ვაფშე დიდ დრონებს უშვებენ, რომელიც delivery-ის ფუნქციას ითავსებს რა. მაგრამ ამის გარდა დრონების ნაწილზე მუშაობენ, NASA-ც კი მუშაობს, მაგალითად უპილოტო, აი ხა ბოლო პერიოდში იყო ისა ფრინავი მოტოციკლეტი მაგალითად. და ეგეთ რაღაცა ამ დრონის სისტემაზე აწყობენ საჰაერო გადაადგილების საშუალებას ადამიანებისთვის რა. ეგეც ერთ-ერთი ნაწილი არის ამ ყველაფრის და რა ვიცი, გამოძიებო დაზვე, მაგას საქართველოში იყენებენ სამხედრო ოპერაციების გარდა იყენებენ ხოლმე ტყის მონიტორინგისთვის, რომ ცეცხლსაშიში ზონები და დათრექონ. მაგალითად, შეუძლიათ რომ ინფრაწითელი კამერების მეშვეობით აღმოაჩინონ ისეთი ხეები
რომელიც უფრო მეტად გაცხელებულია სხვებთან შედარებით. და ხე თუ ცხელდება სხვებთან შედარებით, ნიშნავს, რომ იქ სითხე არ არის რა, საკმარისი ესე იგი ხმობის პროცესში არის რა. და ამით შეიძლება რაღაცა დეტექცია გააკეთო კონკრეტული ზონის, რომელიც შეიძლება რომ ცეცხლსაშიში გაჩნდეს. ანუ თუ რაღაცა მაღალი ტემპერატურა იქნება ამ კონკრეტულ არეალში, სადაც უფრო მაღალი ტემპერატურა აქვს ხეებს, დიდი შანსია რომ მათ ცეცხლი გაჩნდეს და ამის მონიტორინგი შეიძლება სამაშველო ოპერაციებში შეიძლება გამოიყენო და ეხა აი გურიის მაგალითზეც გამოჩნდა რომ რაღაცა საჭირო არის რომ ეგეთ ადგილებში მთიან ადგილებში განსაკუთრებით უბრალოდ პროდუქტის მიტანა იქნება თუნდაც ადამიანების აღმოჩენა და რაღაცა გზის გაყოლება ძალიან ისეთი გამოსაყენებელია რა. მოკლედ და დრონი ტაქსი თუ გახდება რომ ჩაჯდე რაღაც კაბინაში მოფრინდეს, ჩაჯდე ერთი ადამიანი ან ორი რო ეტეოდეს და მიგაფრინო სადმე. ანუ ეგეთი რაღაცები უკვე არსებობს რეალურად. ფინავი მანქანები რაც აი ყველაზე ისე მახსენდება ხოლმე 95 წელს არის მეხუთე ელემენტი. ხო. გამოსული და იქ რაღაც ფინავი მანქანები 3D პრინტერები რაღაცები და ხა აი ამ სივრცეში 8 3D პრინტერი გვაქვს რა. და იმედად გაიაფთა რომ $300 $200 შეიძლება რომ ოჯახში ქონდეს და შეყოლა საყვალს რო ნიშნები დაბეჭდო. ამ ბავშვს უყიდო და სათამაშოები აკეთებინო რა. ანუ შემეცნების ნაწილში ძალიან საინტერესო არის ეს ტექნოლოგია რა და აი მანქანების ნაწილში კიდე მანქანები ისეც არსებობენ რომლებიც დაფრინავენ კიდევაც დაცურავენ კიდევაც წყალშიც და ყველაფერი აქ არის უბრალოდ რომ ინფრასტრუქტურა აი ქალაქის განაშენიანების ისე ვერ არის მოწყობილი რომ ეგეთი რაღაცეების ინტეგრირება მოხდეს აი თუნდაც ავიღოთ ავტონომიური მართვა ხო ავტონომიური მართვით აი ტაქსები არიან სან-ფრანცისკოში და რაღაცები უკვე მოძრაობენ რამდენიმე წელია ხო აქტიურად მანამდე ტესლასაც აი იდეალური სისტემა აქვს ერთადერთი რის გამოც ეს საყოველთაო ვერ ხდება არის რომ ეს სისტემა მთლიანად უნდა შეიცვალოს. ესე არ შეიძლება რომ ნახევარი ავტონომიური დადიოდეს და მე ვიღაცა გიჟი მძღოლი გამოვარდეს და ესე გაძრეს გამოძრეს იაროს რა მექანიკურად რა. ხო და როგორც კი ისე შეიცვლება რომ ყველა მანქანა იქნება ავტონომიური მაგ დროს იდეალურად იმუშავებს. ეს ნიშნავს რომ ავარი აღარ იარსებებს სიჩქარეები რაც არის დაშვებული მაგალითად 50 კმ/სთ გაიზრდება 100 კმ/სთ და უფრო მეტიც შეიძლება ავტობანებზე განსაკუთრებით იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ ქსელში არის ჩართული ყველა ავტომობილი ერთმანეთს ხედავენ იციან რა მარშრუტები აქვს ანუ საით მიდიან როგორ მიდიან რა სიჩქარით უხვევენ და ერთმანეთს აკონტროლებენ რა მე ინტრიგიული კითხვა რო დავსვათ ეხლა თუ მაგდონეზე ავტომატიზაცია მოხდება რა ვქნათ მე თუ უცებ გაჭირდა და გაურია და დაატაკა ყველაფერი ერთად. ხო, აი ეგ არის მე რობოტი რო არის ფილმი. მანდარი ეგ ყველაფერი და მაგაზე ბევრი სამეცნიერო ფანტასტიკა აქ გადაღებული რომ აი რობოტები ურევენ, მანქანები ურევენ, AI ურევს და ყველაზე მარტივი რა არის მაგალითი, იცი, აი ციალი რო არის, ხო? ანუ მე ხო მაგნიტური ის არის რაღაცა გამოსხივების ნაწილია რა. ფერები როა, ხო? და წარმოვიდგინე რომ რაღაცა მზეზე ისეთი ამოფრქვევა მოხდეს, რომ ეს მაგნიტური ველი გაძლიერდეს. ეგ ნიშნავს, რომ მთელი სამყარო შეიძლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. ანუ ერთ დღეს შეიძლება მთელი დაგვაბრუნონ პირველ ყოფილ ერაში, აი ეს ერთი გატკაცუნებით რა. არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს დედამიწას არ შეიძლება მოვიდეს, მაგრამ ნუ ეგ არის იგივე როგორც რა ვიცი, წვიმა მოვიდეს ან რაღაც. ეგ არის გარემო პირობები, გარემო დედამიწის ბუნებაა მოკლედ ეგეთი, რომ შეიძლება რომ ერთმა მაგნიტორმა ველმა მზის ამოფრქვევა რაღაცები გააქროს დედამიწაზე. გადაწვას ყველა პლატა რაც არის ერთდროულად. ეგეთი რისკი არსებობს კი. ახლა არ ვიცოდი, არ გამიგია ახამდე. აი, მაგას შეიძლება, მოდი მე როგორ გავიგე. მზეზე შეიძლება რაღაცა ცოტა დიდი ვულკანი ამოიფრქვეს, რომელიც რაღაცას ისეც გამოაცხივებს, რომ აქ ჩიპები გადაიწვას? კი. ხო. მაგნიტური ველზეა რა, ეხა ელექტროობა და მაგნიტური ველები ურთიერთობენ მაინც და მაინც კარგად. ხო და მაგან შეიძლება ძალიან ესეთ საშიში რაღაცები გამოიწვიოს. ჯერჯერობით არ ხდება ეხლა. და ანუ როგორ მოხდება ეგეთი რამე, რომ შეიძლება თვითონავი ჩამოვარდეს? ყველაფერი ელექტრო გაითიშოს. რაც რამეა, შუქიდან დაწყებული, დენიდან დაწყებული, მობილურები, რავი, რაც ასე ელექტროენერგია ჭირდება და მაგას მოიხმარს. თან ეხლა რომ ჩვენ ბენზინს ვაქრობთ და ეგეც საწვავებს და ყველაფერი ელექტროზე გადადის. აუ ეგეც ძალიან მაგარი ის არის, ახლა მე მგონია რომ ძალიან დიდი მარკეტინგული ნაწილია ეგ საწვავის გაქრობა, იმიტომ რომ ლითიუმის ელემენტებს, აი მე ძალიან მიყვარს ელექტრომანქანები და ელექტროაღაცეები ზოგადად რა, მაგრამ მეორე მხარე არის ამის, რომ ეს ლითიუმის ბატარეები ესე არ ნადგურდება. ანუ არ შეიძლება რომ ანუ არ ნადგურდება შეგულისხმობ რომ მოიცა აი ამიხსენი კარგად ხა იმიტომ რომ ბევრი ადამიანმა ალბათ არ იცის და მეც არ ვიცი ეხლა ჩვენ რასაც ვიყენებთ მაგალითად მობილურში რისი ელემენტი ლითიუმი არის და ეხლა მასკს რომ უნდა რაღაცა სხვა ტექნოლოგიით გააკეთოს ელემენტები ეგ რა არის მაშინ და რა განსხვავება
ხო, ეხლა ნახე ლითიუმის ელემენტები არის ყველაზე მეტად გამოყენებადი იმის გამო, რომ ენერგიის კარგად შენახვა შეუძლია და იაფიჩდება ანუ ფასთან და ხარისხთან მიმართებაში. და ყველაფერში გამოიყენება იმ ეხლა მასკი ცდილობს რომ გადაიტანოს ცოტა უფრო მეტად უფრო შედარებით ეკოლოგიურ ელემენტებში, უფრო მძლავრში და მაგალითად ჩინეთის მუშაობს ეხლა თუ გინახე ბოლო პოსტები იყო 50 წელიწადს და 100 წელიწადს და ამ შემდეგ რა. ეგ ახალი ტექნოლოგია ჯერ მაგაში კარგად ვერ გავარკვიე, მაგრამ აი ხა ვიტყვი რომ რაც სოფლიოში არის გავრცელებული ეს ლითიუმები, რაც ელექტრომობილებში, მობილურებში და აბსოლუტურად ყველანაირ ელექტროგადჟეტში არის, ეგ არის ისეთი ელემენტი, რომელსაც თვითონ აქვს თავის თავში საწვავიც და ჟანგბადიც. შესაბამისად, როცა მას ცეცხლი ეკიდება, იმას ვერ აქრობ. ან მაგალითად ბევრი ვიდეო დევს YouTube-ზე, სადაც ელექტრომანქანა იწვის და 3-4 სახანძრო მანქანა აქრობს და არ ქრება და წყალში, ტბაში ძირავენ და არ ქრება და აი შემდეგ. სამ თავის თავს არ ამოწურავს, არ ქრება. ეხლა მაქსიმუმ აქვს თქმა დაცვა რაღაც კაფსულები ერთგვარი, როცა ეგეთი რაღაც ხდება, 5-6 წუთი გაქვს დრო, რომ შემანქანა გადმოხვიდე და გაიქცე. კაი ის ცუდი ის არის კიდე, რომ როცა ეს ექსპლუატაციის ვადა გაზის ამ ლითიუმის ბატარეას და კვდება და ენერგია აღარ არის შეგნით, ამას ვერ ანადგურებ რა. აკონსერვებენ ხოლმე და მარხავენ. და იქ უფრო დიდი ზიანის ყველა ელემენტი ეგრეში ხდება? კი. ხოლმე ხო და ყველა ანუ რაღაც დროის განმავლობაში მე ეს ბევრად უფრო დიდ გარემოს დაბინძურების საფრთხეს მოიტანს, ვიდრე მაგალითად ნავთობს შეიძლება მოიტანს. გამით ვერ მოიფიქრებენ, ასაკობენ. ფიქრობენ, კი, ფიქრობენ, რაღაც სპეციალ მაგას ფიქრობენ, სხვა რაღაცა ისეთი მოიფიქრონ, რაღაცა ბაქტერია რაღაცა, რომელიც ამას გაანადგურებს რა. მაგაზე მუშაობენ ძალიან დიდი ხანია. და რო წარმოვიდგინოთ, რომ ელემენტები ისე გამოვითარდა, რაღაცა ტექნოლოგიები შეიძლება ჩაანაცვლონ, რომ აი მაგალითად მობილურში ხარ. მობილურს რო იყიდი, არასოდეს არ ჯდებოდეს რა, იმდენ ისე იყოს დატანილი, რომ 10 წელი გეყოს მაგალითად. აი ხო არის GPS-ის მოწყობილობები და რაღაც პატარა რაღაცები. დიდი ხანი რო ძლებს ხო? 10 წელი ძლებს ხო? კი. ეგ იმიტომ რომ პატარა ცოტა ენერგიას იყენებს, მაგრამ ენერგია რო გაიზარდოს და მაგალითად მობილურს ეყოს, რა. მანქანა აი ეგ არის ატომური ელემენტები რაც არის რა. აი მაგაზე ახლა საუბარი რომ ეგ შეიძლება რომ ჩაიშვა ძალიან მალე ბაზარზე. და მანქანები რო მანქანების ინდუსტრია რო გადადის ელექტროზე. მაგრამ აქ ნახი NASA-ს კვლევა და ისა გეგმა, რომ 2051 წელს თუ 52 წელს, ანუ დიდი ნაწილი იქნება ხო? 20 წელზე ნაკლებ დროში, უნდათ რომ ბენზინის მანქანა საბოლოოდ გამოირთოს ბოლო. და ეხა 2027-28-დან უკვე ნორვეგიაში, შვეიცარიაში და კი, ბრიტანეთში უკვე გაქრა. ანუ აღარ ხო და ეს ეტაპობრივად კი. და 2030 წლისთვის უნდათ რომ თლიანად ამოიცვალოს ავტოპარკი. ხო, თლიანად ამოიცვალოს და თან ეხა ავტომოყვარულები და ერთი ხალხი რო უცებ გაბრაზდება და უშუალოდ რაღაცა. ანუ გაბრაზების საშუალება არ ექნება არავის, ანუ ისე მოხდება აი ყველაფერი, რომ აი მაგალითად როგორც უცებ მარჯვენა საჭიანი მანქანები გაქრათ საქართველოსდან, იმიტომ რომ გამბაჟება 10,000 ლარი გახდა და მარცხენა საჭიანი 20 ლარი ღირს თუ 50 ლარი ღირს პირობითად და ნენელა ეტაპობრივად გონი უფასოა თუ რაღაც და პარკინგი რო ელექტროზე უფასო გახდა, ეგეთი ფინანსურში დაკონვერტირებული პლუსები იმდენი იქნება, რომ ბოლოს ალბათ ძრავიანი მანქანები იქნება ისეთი ფუფუნება, როგორც ეხა ცხენი რო გევასებოდეს და პირადი საჯინებო გქონდეს რა. კი, ზუსტად. ზუსტად ეგრე იქნება. აი მათ შორის აი კაი მაგალითს მოვიყვან კიდე ბანკები ფიზიკურ სივრცეში ქრება. აი ფილიალები იხურება იმის გამო რომ საჭიროება აღარ არის რა და ეს განაერთიანად გააკეთეს. ანუ ერთიანად ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ წარმოვიდგინე რომ ერთ დღეს გამოდიხარ ბანკში, იცი რომ ბანკში უნდა მიხვიდე ფული გამოიტანო და ბანკები აღარ არსებობს. ანუ როგორი პანიკა შეიძლება გაჩნდეს ამით, ხო? და ამდენი 10,000 ადამიანი სამსახურის გააშერჩება. ეგეც ხო მეორე პანიკის ნაწილია. ხო და ეს ხდება ეტაპობრივად, რომ ეხა მიდის ყველაზე დიდი კამპანიები, რომ მობილური აპლიკაციიდან გამოტანილი ცეცხლი უფრო კარგ პირობებშია, რაღაცა პირობითად უფრო მარტივად ხდება რაღაცეები. ხო, რომ დავფიქრდი, რამდენიმე წელია ბანკში არ ყოფილი ვარ. კი, ანუ არც მე მაგალითად და ქეშის ნაწილის ხო ერთადერთი შეიძლება ქეში გაქეშება თუ გინდა ბანკომატთან მიდიხარ, ბარათი შევეთა თუ გინდა კურიერს მოაქვს და მეტი რა. და კამპანიების აი ბოლო პერიოდი ცეცხლის აღება თუ გინდა არა, ყველაფერი აპლიკაციაში. კი, და კამპანიები სადაც უყურებ მობილურ აპლიკაციებზე, კი არსად არ გეუბნებიან რომ ბანკში მიდი. ყველგან გეუბნებიან რომ მობილურ აპლიკაციაში თუ გინდა უფრო კაი პირობები შეიძლება, ანუ და
ბანკი გაქვს ყველგან, ამ სადაც მობილური გაქვს და სადაც ინტერნეტი გაქვს რა. ხო და ამით რა ხდება, რომ რა თქმა უნდა ის ხო აკვირდებიან მაგალითად რაღაცა უბნის ფილიალში ამ კონკრეტულ კუთხეში ხალხის რაოდენობა შეწყდა, ნაკლები მიდის. ეს ავტომატურად იმის პირობა, რომ ის დაიკეტოს რა. და ეს ეტაპობრივად გაგრძელდება და რა თქმა უნდა იქნება რამდენიმე მთავარი ფილიალი, რაც კონკრეტული სერვისებისთვის, ბიზნესებისთვის და შემდეგ და სხვა საყოფაცხოვრებო ნაწილში აგერ ბანკომატი იქნება ბიზნესისთვის კიდე სოლო ბანკიერი ყავს ან პირადი ბანკიერი ყავს და რო დაურეკავ იქ მაგასთან მისვლა მithumetes არ გჭირდება. კი. აი ეს ხდება უმტკივნეულოდ, მაგრამ იგივე რაღაც ხდება ასე შენ ახსენე რომ მარჯინალურიანები გაქვს რა, იგივე რაღაც ხდება ელექტრომობილებზე, იმიტომ რომ რაღაც კომფორტს ქმნიან და თან შეფუთულია. ყველაზე საინტერესო არის რომ ეს მანქანების ამბავი შეფუთული არის ეკოლოგიური სისუფთავით. რომ ეს გამონაბოლქვი გაქრება და რაღაც. კი, სუფთა არის ამ ეს ბატარეების ექსპლუატაციის ვადა არ ამოიწურება და განსაკუთრებები არ გახდება. იქამდე სუფთაა. ხო, მაგრამ ეს მარკეტინგული ამბავი რო განვიხილოთ რა. ეხა ეს კინას გამოყოფენ ეს მანქანები საწვავი დედამიწა ბინძურდება, ჰაერი რაღაცა ტოქსიკური ხდება და ეგ ძალიან არის ის სასაცილო მაგაში რომ ბენზინის მანქანები რო შემოვიდა ზრავიანი მანქანები და ცხენები დაეტლები რო ჩაანაცვლა, მაშინაც ეგ არგუმენტი იყო, იმიტომ რომ ცხენები კუჭებს აბინძურებდნენ როცა მოისაქმებდნენ. კი. და მათ შორის მაგაზე ხო წალკეთებ, მაგრამ ეცროხები უფრო აბინძურებენ იმას, რა ქვია, თავის აზოტით და ამ შემდეგ და ოზონის შრერო იმაშობა, რა ქვია, ირღვევა მაგისტრალია. სტატისტიკა რო ნახი, მაშინ გადავწყვიტე რომ მე კიდე დიზდავიანი მანქანა. იმიტომ რომ ისეთი სტატისტიკაა, რომ დედამიწაზე რა მანქანაც არსებობს, ყველა აბინძურებს და ყველა წვლილი დაბინძურებაში და გლობალურ დათბობაში არის 2% და ძროხების წილი არის 20%. კი, ძალიან დიდი. იმიტომ რომ დედამიწაზე არსებობს იმდენი მილიარდი ძროხა, რომ მაგდენი მილიარდი ძროხა კი არა და მაგის ძალიან ცოტა პროცენტიც კი ვერ იარსებებდა ფერმები რო არ იყოს ეგეთ პირობებში რა ადამიანებს რო არ ვიყოთ. აი ვერ იბალახებდა იმდენი ეგ არის ხოლმე ვეგეტარიანების მიზეზიც ერთ-ერთი მათ შორის, რომ ანუ ამის გამო იმაშობა რა ქვია, დედამიწა ბინძურდება. და კიდე ქათმებზე 10% მოდის. კი. და ქათმებზეც კიდე საინტერესო მაგალითი ეხა იყო ძალიან პანიკა წეული, რომ აი ბაიდენმა დაავალა 150,000 ქათმის სიკვდილი რა და ტრამპი მერე ეღადავებოდა რომ ისა კვერცხისფასიო გაძვირდაო კვერცხისფასი პირველად გაძვირდა ამერიკაში რა და იქ იყო რაღაცა ხო რაღაც ვიდეო მიხვდებოდი 150,000 ის კი მეტის შეიძლება რა 150,000 ძალიან ცოტა არის ხო მე მგონი მილიონის აღარ მახსოვს უბრალოდ რა ეგ რიცხვი მახსოვს უბრალოდ ამახსოვდა და ბაიდენი აბრალებდა ისა ბაიდენს აბრალებდა ტრამპი და სიამოვნებაში რა მოხდა რომ ქათმის გრიპი დაფიქსირდა და როგორც კი ქათმის გრიპი ფიქსირდება ხოლმე რა ამ მთლიანი ფერმა უნდა გაწყვიტო ეგ არის რეგულაცია ეგ მანამ ბაიდენამდეც მასე იყო და ეგრე წყვიტავდნენ ხოლმე ყოველთვის რა უბრალოდ მანამდე ესეთი გავლენა არ უქონია და ეხლა უბრალოდ მოუწია რა და ქათმის გრიპი ძალიან საშიში დაავადება ადამიანებისთვისაც რა და ეგ რო არ გააკეთებინა ნიშნავდა რომ ახალი ეპიდემია გვექნებოდა როგორც კოვიდი იყო ხო ანუ კარგი რაღაც გააკეთა იდეაში რა ანუ კარგი როგორ შეიძლება ჩათვალოს მაგრამ ნუ ადამიანებისთვის კარგი ანუ 150,000 ქათმისთვის როგორც ცოტა იცი ნუ შეიძლება მილიონისთვის 150,000 ქათამი შეიძლება თბილისში ერთხელში იჭმებოდეს და 150 მილიონი ქათამი რო უნდა გაწყვიტო ასაშინელი სცენა იქნება ხო იმიტომ რომ ერთი როგორც კი ფიქსირდება ერთ ქათამს როგორც არის იქვე იმ ფერმაში მთლიანად რაოდენობა და გვერდზე მომიჯნავე ფერმები თუ არის იქაც უნდა გაწყვიტო რა ეგ არის რაღაცა რეგულაცია ამ ჯანდაცვის მსოფლიო ჯანდაცვის რეგულაცია ხო ხო და ეგეთ რაღაცები არის რა ფაქტები მოკლედ ამ ემაზე რომ ყველაფერი შეიძლება იყოს აზიანო რაც შეიძლება რომ მარკეტინგულად იფუთებოდეს კარგად იმიტომ მარკეტინგის მთელი არსი ეგ არის რომ აწარმოო რაღაცა და მერე შენ უბრალოდ მაგის მარტო დადებითი მხარეები აჩვენო რა ხო ის მარკეტინგი თავიდან ბოლომდე ძალიან საინტერესო მე ძალიან მიყვარს მარკეტინგი ამ ყველაზე მეტ mind blow რაღაცებს სულ მარკეტინგში პოულობ. ხო, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური ნაწილი, ანუ მარკეტინგი ნიშნავს, რომ ადამიანის ფსიქიკას იცნობდე კარგად. აი ხა ერთი კაი მაგალითი არის ხოლმე მანდ რომ ადამიანებს ხო ყოველას გვინდა რომ ჩვენი სიკარგე და წარმოვაჩინო საზოგადოებაში. შევთქვათ რომ ნახე რა მაგარი ვარ რა. და ამას პირდაპირ ხო არავინ არ აკეთებს. იმიტომ რომ ცოტა მიუღებელი საზოგადოებაში რომ შენ გამოხვიდე, შენ თავზე ილაპარაკო, მე მაგარი ვარ. და ამას აკეთებენ, აი ეს მარკეტოლოგები ეხმარებიან ამაში, რომ მაგალითად Apple-ის კამპანიები რა იყო. რომ თავიდანვე ფუთავდნენ რომ შენ თუ Apple გაქვს, ესე იგი მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი ხარ, ბიზნეს ტიპი ხარ, ცოტა ისეთი ლაქშერი ტიპი ხარ და Apple თუ გაქვს, ესე იგი შენ ხარ რაღაცა კაი ტიპი. ხო. და
და ავტომატურად მე ხდება რომ ადამიანები ყიდულობენ apps, იმიტომ რომ ამით წარმოაჩინონ საკუთარი სიკარგე. და მე ავტომატურად რა ხდება, იცი? რომ ეს ადამიანები ამ ბრენდების დამცველები ხდებიან, იმიტომ რომ საკუთარი თავი მიაკავშირეს ბრენდთან და გააიგივეს და შენ რო გამოდიხარ Android-ის მომხმარებელი და იძახი რომ iOS ცუდია, ავტომატურად ხდება ჩხუბი. ანუ ბევრ სოციალურ ქსელში ალბათ შეხვედრილი ხარ Android-ის და iOS-ის მომხმარებელი ერთმანეთს რო ჭამენ. რის გამო ვერ ხვდები. უბრალოდ შრიმებიც არის ხოლმე სულ. კი, მათ შორის არის იგივე იდიოტობა მესიზე და რონალდოზე, ანუ ზოგადად რაღაცასთან. ანუ თვითონ რაღაცა სოციალური წრე აკავშირებს და აიგივებს ვიღაცასთან თავს და მე ამ ვიღაცაზე სხვა რო ცუდს იტყვის, ნიშნავს რომ შენ ჩემზე თქვი ცუდი. ხო. ანუ მესიზე რო იძახი რაღაც ცუდს, შენ ესე იგი მე მაყენებ შევაწყობს, იმიტომ რომ მე ხო მესის ფანი ვარ და მესის გარემოცვაში ხე ეგ ცოტა შავშავად, მაგას ძალიან ლოგიკური ახსნა აქვს. მაგალითად, აი ხა ნახე, მე რომ მიყვარს მესი პირობითად რა და შენ მესის ლანძღავ. ანუ შენ ჩემთვის მესის კი არ ლანძღავ, შენ ჩემთვის მე მლანძღავ, იმიტომ რომ მე რაც მიყვარს იმას თუ მილანძღავ, ესე იგი ეგ ჩემი ნაწილიც არის. ხო, და მე რა მეყარება ეგ ბევრი რაღაცა შეიძლება მიყვარდეს რა და მე რაც მიყვარს არ უნდა გაანძღო. აი ეგ არის. ხო, ეგ არის ძალიან ისე ფსიქოლოგიური მომენტია რა. და მაგიტო არის ხოლმე რომ მესი არის ბრენდი რა ამ შემთხვევაში. და ეგრე იბრენდება რაღაც პროდუქტები და ავტომატურად მე ამ პროდუქტებს ყავს თავიანთი, ანუ ბევრ ფულს აღარ ხარჯავენ ესე მარკეტინგში, იმიტომ რომ უკვე ყავთ community რა და შენ აი ყოველ წელს რომ ცუდი iPhone-ი გამოვიდეს, მისი ერთგული მაინც რჩები. ან შენ თუ რაღაც ერთ წელს იძახი რომ იცი რა შემდეგ წელს რომ გამოუშვენ, უფრო კაი იქნება. ან განახლებაში განახლდება რა და ეგუები ამ რაღაცებს. ანუ კი აი ზრდება და მაინც ეგუები. ხო, მაგრამ ეგ კიდე რა არის მაგის საინტერესო მაგალითი. ადამიანების უმეტესობას რო კითხო რა არის, რომელია მის საყვარელი მანქანა, ყველა გეუბნება თავის მანქანას, რაც ყავს. და ანუ შეიძლება ვიღაცამ Lamborghini გითხრას პირობითად, რომელიც არ ყავს, მაგრამ ეგ არის ძალიან ცოტა პროცენტი. შეიძლება 3, ან უფრო ცოტა. ნახე მე Lamborghini-ის მაგალითად მომეყალე ხა, რომ Lamborghini და ეგეთი მანქანებიც მაგისთვის არის რა. რომ რაღაცა თქვა, რომ აი მე Lamborghini მყავს. Lamborghini ხო მაგარი მანქანაა. ესე იგი მეც მაგარი ვარ რა. ხო. და აი მაგალითად აბა რატო ყიდულობს ხალხი Lamborghini-ს მაგალითად ხო იციან რომ შეიძლება ეგეთი მაგარიც არ იყოს. ეხლა განხილვებში მაქვს რაღაც ნანახი რომ რაღაცა ხმაურა ბრაგაბუგი რაღაც მთელი ამბავი რაღაც, მაგრამ მაინც Lamborghini-ია რა. ანუ Lamborghini ეგა თავარი და ის რომ არავის არ ინტერესებს ეხლა იმაზე წოლი არის პოლიციაზე როგორ გადადის რა? ხო, ზუსტად. ან გადადის თუ არა. ანუ ბრენდს ყიდულობენ რა და იმას რაც ბრენდს მოყვება. ანუ შენ თუ Lamborghini გყავს უკვე ხალხი სხვანაირად გიყურებს. ეგ არის რა. ანუ ჰიტარო ხარ და ავტორო ვარ, მაგიტო კი არ მიყურებენ ეგრე. მე რომ Lamborghini მყავს, შეიძლება რომ სხვა ის მოყვეს. ანუ შეხედვის რაღაცა ისა, განსხვავება იქცნო რა. თან გაჩნია რა საზოგადოებაში გინდა ხო, რესპექტის მოპოვება. კი. შენ თუ გინდა რომ ავტომაყურულებს მოწონდებ პირობითად, Lamborghini კაი მაგალითია, მაგრამ კაი იქნებოდა. მაგრამ თუ რაღაცა ისეთ სფეროში ხარ, სადაც მოდი თქვა რომ Lamborghini მაინც ყველას მოეწონება. ნებისმიერ. ხო, Lamborghini. რაღაცა სხვა მანქანა შეიძლება ხო. ხო. აი ისო ყავს მინივენი რაღაცა მეოჯახეებში შეიძლება რაღაცა კარგი ადამიანის ის გაიჩინა, მაგრამ Lamborghini რო ყავს, მაინც კაი იქნება იმათვის რა. Lamborghini ყველას მოწონს. ხო. აი ის იცი რომ YouTuber-ებშიც ეგრე იყო ადრე ამერიკაში. რომ YouTuber-ებმა რო დაიწყეს ფული შონა რაღაც რო გაბლატავდნენ და ფლექსაობდა მთელი ამბავი თუ Lamborghini არ ყავდა შენი YouTube-ის შემოსავლით ნაყიდი, ესე იგი ცუდი YouTuber-ი იყავი. ან ყოველ შემთხვევაში არ უნდა გეთქვა რომ მაგარი YouTuber-ი ხარ. თორე იქ ვიღაცა YouTuber-ი მოვიდოდა და გეტყოდა რომ აი ჩემი Lamborghini. აბა შენი მაჩვენე თუ არ ყავს? ხო, დავიამანები რა. არ ხარ მაგარი. აი დიდრები რო ეჯიბრებიან ერთმანეთს, ახლა ფეხბურთის კლუბებს ყიდულობენ და რაღაცებს. ხა სხვა შეწყვეტენ ელექტრომობილებს მიდოდა მე თქვა აი ფეხბურთის კლუბს გამახსენდა რომ F1-იც მე მგონი აპირებს რომ ელექტროძრავებზე გადავიდეს რაღაც მომენტში რა. ყოველ შემთხვევაში მაგაზე დაიხარ რაღაც ჭორები. წარმოვიდ F1 ანუ ფორმულა 1-ის ხო, ეგ მეც გავიგე. კი, რა აი ხა იგზალება, ანუ მართლა ის რაღაცა ორგანიზაციები მანქანებს უგზალავენ რომ გააგზავნონ მაგალითად ხა Dodge 2025 წლიდან გამოდის მარტო ელექტრო. ანუ
ეგ უცნაურია და ხო. და მე რაღაცა ხმა უყვართ ამ ხალხს. თან დოჯი რო ყავს რაღაცა ეს ჩაჭერები რაღაცა. ალბათ მე აუდიოს დაადებე. აუდიო ისედაც ელექტრომანქანებს. ხო, აუდიო იმიტომ რომ ეფექტები. ანუ მანქანას რო ხმაკ, ეგ კარგია უსაფრთხოებისთვის რა, სხვა კონტროლი ადამიანს გაქვს, ქვეითი ხო. გამჩნევს და რაღაც და მე მგონი ტესლასაც ხელოვნური ხმა აქვს რა? კი, ხელოვნურია. მათ შორის რაღაცა ის გადაობა იყო, რომ ცხვრის ხმა და რაღაცეები ქონდა ხოლმე. შეგეცვალა ხმა შეგეცვალა და უცნაური ხმები ქონდა ჩაინტეგრირებული რაღაც. ჩემი ინტრო უნდა დააყენო მაგაზე და შეიძლება ხო, კომუნიტის ნაწილში ძალიან მაგარი კომუნიტი ყავს, იმიტომ რომ სიმღერა რო აქვს შენზე. მე ვარ ჰიტა. ძალიან მაგარია. ხანდახან ვთავ ხოლმე რაღაც და უსმენ რაღაც ბიტია მუსიკა. გელასება ჩემი სიმღერა. მაგრამ მოსება. ხო და აი ძალიან შურს კეთილი შურით შენ კომუნიტის რა მეც გავაკეთე Facebook ჯგუფი რომ მეთქი აი ტექის და ინჟინერის მოყვარულები შემოდით და რაღაცებზე ვილაპარაკოთ რა და 10 კაცი ვართ სულ. ახე თელი სამსახური. ახე ხა კარგი რჩევა ჩემი აზრით შეიძლება იყოს კიდე. შენ ტექის ჯგუფი კი არ უნდა გააკეთო. ტექი აი ბრენდინგულად რო შევხედოთ რა. შენ ხო ტექ რაღაცები გიყვარს. აქ რო შემოვედი ხა იმდენი გაჯეტია რომ რავი ამდენი არ მინახავს არსად. მაღაზიაში არ არის ხოლმე. და ესე იგი ტექსპერო შენთვის ძალიან ძვირფასია. და ტექსპერო შენთვის უნდა იყოს როგორც შენი პიროვნების ერთ-ერთი მთავარი საყვარელი რაღაც. ანუ ეს უნდა იყოს პოზიციონირება. და კიდე ამ ჯგუფში უნდა დაპატიჟო ისეთი ხალხი, ვისთვისაც ეგრე ჩამოყალიბებულად იგივეა. და არა ეგ მოყვარულები, ანუ ნახე ვერ ახსენი კარგად. მე თვითონ ხტები რომ ვერ ახსენი კარგად. ხო, ისა დაახლოებით იგივეა შენ თქვი, ხო? შენ კომუნიტი ისეთია, როგორი ვიდეოებიც, როგორი რაღაცებიც უყვარს შენს აკეთებ. მოვიფიქრე ახლა. ანუ შენ იუთუბერობა იმიტომ კი არ დაიწყე, რომ ტექში რაღაცები ყოფილიყო უკეთესად, პირობითად. შენ იუთუბერობა იმიტომ დაიწყე, რომ იუთუბერობა გინდოდა, იმიტომ რომ ტექი გევასება და იუთუბერობა დაიწყე ტექი თამის გამო. კი, ზუსტად. მე მგონი სწორად თქვი ბოლოს. სახელიც მაგიტოა Tech Crash. რაღაც ისეთი სახელია. ანუ ფიქრობდი რომ კაი იყო თუ არა ძალიან დიდი ხანი. და მაინც არ მომწონდა. მაინც გავაკეთე. შეიძლება სიტყვის სახელზე. ქართულ თემატიკასთან. Tech Crash. ან თავიდან იდეა იყო რომ აი Tech Crash ტესტები ხო არის ხოლმე, Crash ტესტები რაღაცა. და თან Crash-ი ხო რაღაც ჯენზური ის არის რაღაცა. ტოლვა რაღაცა იმასთან მიმართებაში ვიღაცას რო Crash-აო. და მეთქი აი მოდი Crash როგორც ტესტი და Crash როგორც შენ ეგ იდეა ჩხდე? მე მგონი რაღაც Crash Bandicoot-ი ან არა. Crash რო დაკრაშავ ვიღაცას. რო დაკრაშავ ტექნოლოგია, ანუ ხარ ტექნოლოგიების Crash-ველი, ანუ გევასება და თან Crash ტესტები, რო ტექნოლოგიების Crash ტესტები უყვარს, ანუ რაღაც საფუჭებ. ალბათ ვერ ხვდება რაღაც. ნახე ჩემი აზრით. შენ გაქვს ძალიან ძვირფასი რაღაც. და ეს ძვირფასი რაღაც არის, რომ ძალიან გიყვარს ტექნოლოგიები. და აი ახლა მაგალითად იქ რამე კამერა რო შეატრიალო, ისეთი რაღაცები ხდება. მოდი მე ახწერ რაში დავიწყება მოახდინა შემწე, იმიტომ რომ მე 1-8 წელია იუთუბერი ვარ და ძლივს ვისწავლე კამერის ჩართვა. და ჩემი კამერა ეხლა ავტოზია, არც ბრაიტნეს უწევ და არაფერს. შეიძლება ზოგი ვიდეო ჩაბნელებული იყოს, მაგრამ მიზარება მაინც მაგისწავლა. ხო და აქ ისეთი რაღაცები დამხვდა, თან ადამიანმა არის ესე კამერებთან და რაღაცა მიკროფონებთან შეხება არ ქონია. 3 კამერა არის ჩართული, რომელიც დაერთებულია იქ პულტზე. ეს პულტი შეერთებულია მე ლეპტოპზე, რომელიც შორს დევს. ამ ლეპტოპიდან მონიტორი გამოტანილია პლანშეტზე და ეს პლანშეტი დევს აქ სკამზე ახლოს და ამ პლანშეტში ჩანს სამივე კამერა როგორ იღებს და აქედან აკვირდება ამ პლანშეტს. და აი ეს ყველაფერი რო ააწყო სისტემურად იმდენად რთული არის რომ მე მაგალითად არ ვიზამდი არასდროს. მე მაგრად მემარტივა ეს. ანუ ეს გზა უფრო მემარტივა ვიდრე სამივე კამერის კონტროლი მერე ცალ-ცალკე.
თან მარტო რო იღებ მაგარი რთული ეგ. ხო და აი კიდე ხმა რაღაცა სხვაგან იწერება რაღაცაში ვერ გავიგე რა პირველად ნახე ეგეთი რამე და ძალიან მიხარია. ანუ ნახე ეგ ყველაფერი რომ გააკეთე იმის გამო რომ ამ ყველაფერს ვერ გააკეთე ნახე ის თქმა მინდა იცი რომ ამ ყველაფერს შენ ვერ აწყობდი რომ ზოგადად ტექნოლოგიები არ გიყვარდეს ეგრე და ინტერესი არ გქონდეს და შენს არხში თუ მაგას ეგ იქნება თავარი ხაზი ეგ იქნება ყველაზე მაგარი აი მაგალითად მე ძალიან მიყვარს იუთუბერობა ზოგადად აი მარკეტინგული რაღაცეები რაზეც ახლა ვიდეოში ვისაუბრეთ და ჩემი აზრით მე რაღაცები კარგად რაც გამომდის მაგიტო გამომდის რომ ისეთ რაღაცებს ვერ ვაკეთებ სულ რაღაც ძალიან მიყვარს და იდეაში იუთუბერობის თავარი ხელოვნება რაც არის ეგ არის რომ შენ რაც გიყვარს ეს გაუზიარო ხალხს და თან არის იცი ყველაზე მაგარი რომ შენ რაც არ უნდა გიყვარდეს ქსოვა რო გიყვარდეს მართლა შენ თუ ქსოვაზე აღფრთოვანებით და ისე ილაპარაკებ როგორც თუ მართლა იგო ნამდვილია ეგ ყველას დაინტერესებს და თან შენ იმაში გაგიმართლა რომ ტექი მართლა ობიექტურად საინტერესოა ნეიმინგებში ვარ მაგარი ცუდი რა აი თუნდაც ვიდეო სახელებში ну ერთ ChatGPT მეხმარება ხოლმე მაგრამ არ მომწონს რა ვიდეოების სახელებში მაგას ესე ვერ ისწავლი ეგ გაუცილებიდან მოდის აუცილებლად აი რას დაარქმევდი შენ ესეთ არხს პირობითად შენ არხს ჰიტაქვია იმიტომ რომ შენი პერსონალური ნაწილია ხო შენს არხს დავარქმევდი ისეთ სახელს რასაც შენ გეძახიან ხო მე რაღაცა ვოლტერს მეძახიან და არ მოხდებოდა რაღაც ვოლტერი და რა იცი არ მოხდებოდა აბა ეხლა ტექრაში რო დაგიძახო მოგიწონება ხო ვერ შევეჩვე ყურიც ვერ მიმოჩიე ჯერ ან მე ეგეთ სახელები მომწონს ზოგადად რასაც ადამიანები გეძახიან არხზე რა იმიტომ რომ რასაც არ გეძახიან რატომ უნდა ერქოს ვერ ხვდები მაგას აი Apple-ს რო სხვა სახელი ერქოს მაგრამ Apple-ი ეძახო ანუ ხო უცნაური იქნებოდა კი ხო ოკეი მაგრამ ეხლა არ გადაარქვა ჩემი თქმის არა მაგაზე ვიფიქრებ ისე ასე დიდი ხანია ვფიქრობ მაგრამ მეთქი მივეჩვევი რა დავიკიდებ რაღაცა და აი კაკოს არხს ერქვა დოპამინი მეთქი დოპამინს ხوار გეძახიან არა მაგრამ დოპამინი მევასებაო ეხლა კაკო ეგრე შეიძლება რა ძეძგევასება მაგრამ ეხლა რა ქვია მაგას არხს კაკო ქვია ხო კაკო მაგარი სახელია ძალიან იკონური სახელია თან კაკოს ეძახი ანუ რასაც ეძახი ეგ უნდა ერქვას რა ეგრე მგონია სწორი ხო პრინციპში ხა მახსენდება ჰანგრიმენების გარდა ისეთი არხი არ არის ხო რასაც პერსონალური ის არა გამოხატვა რაღაც აი საეჭო არის მასაჯს ეძახიან პრინციპში საეჭოს ეძახიან აი ხა მე რაც უფრო დიდი დრო გავიდა ეხლა מחარას ეძახიან იმიტომ რომ ესე ჩამოყალიბდა მაგრამ თავიდან სულ საეჭოს ეძახდნენ ქუჩაში ან ქუჩაში რასაც დაგიძახ ან ნახე ყველაზე ოქროს წესი არის ესეთი რამე ზოგადად ამ სფეროში რა შენ რას გეძახიან კი არა ეგ კარგი ლეველია მაგრამ არსებობს მაგაზე მაღალი ლეველიც თუ გინდა რომ იდეალური ბრენდი გქონდეს და შენ უნდა გათვალო ერთი მეგობარი რომელმაც იცი შენზე თავის მეგობარს რა სიტყვებით მოუყვება რა სიტყვებით ეტყვის შენზე რა ვიხდი ხო აი ვინ არის რა შვება ვინ არის ხო ეს ტიპი პირობითად ხო აი მაგალითად ჩემზე ესე მუშაობს რომ აი შეიძლება ტიპმა არ იცოდეს არც ჩემი სახელი ახსოვდეს არაფერი არ ახსოვდეს მაგრამ ეს არის რაღაც დიდი IQ რო აქვს ხო ან რაღაცა იგივე ან 160 IQ შეიძლება ტიპს გაახსენდეს და ჩემი სახელი არ გაახსენდეს ხო იმიტომ რომ შენ ეგ აი დაწყების თემაზე მუშაობდი რომ მეთქი აი რაღაც ყოველას თავში დაწყება აქვს რა რაღაცა სუდ ბანდა რაღაცა 160 IQ ხო ეგ რაღაცა ის არის რა შემკრელი ნაწილია პერსონალური რაღაცა სტილი რომელიც შენთან აიგიებს ადამიანებს აი ამაზე რა ეხა მე დავწერე სამ შენ ჩავწერით ეპიზოდს რომ მეთქი რამე კითხვა თუ გაქვს მეთქი იტასთან და ერთ-ერთი ეგ იყო რომ მართლა 60 IQ მაგას შენ გადაცემას მაქვს ნახე რომ აკეთებ რაღაც ტესტებს რაღაცებს ხო აი ეგეთი რაღაცები მე მგონია ძალიან მნიშვნელოვანი რა რომ შენი პერსონალური ხაზი გქონდეს და პერსონალური ხაზის მომენტში რაღაც შენი უნდა გქონდეს რა შენი სიტყვა შენი მისალმება შენი გახსნა შენი დახურვა რაღაც ეგეთი რა ეგ რო ახსნათ კარგად ესე უნდა ვთქვათ ნახე ერთი 100 წლის წინ მეცნიერულ საზოგადოებაში ითვლებოდა ესეთი რამე მე თუ ლაპარაკობ გაუგებრად ეხლა რაღაცაზე რო ვილაპარაკო ისეთზე აი რა ძალიან გაუგებრად მოგეჩვენება შენ ოღონდ რო იცოდე რომ ლაპარაკობ რაღაცა ისეთ ღირებულ თემაზე რა ბიოლოგიაზე მაგალითად ან ფიზიკაზე ან ასტრონომიაზე და შენ ვერ იგებ
შენ ჩათვლიდი რომ მე ძალიან ჭკვიანი ვარ. იმიტომ რომ შენ ვერ იგებ და ვერც ხუები ვერ იგებენ და ესე იგი მე ძალიან მაგლა ვარ. მაგრამ ეგ შეიცვალა ბოლო ათწლეულებია. ეხა თუ რაღაცა ისეთზე ვლაპარაკობ, რასაც შენ ვერ იგებ, ესე იგი მე არ ვარ აზზე არაფრის. და მართლა ჭკვიანობას რო ვლაპარაკობდი, მაინც სისულელეს ვლაპარაკობ, იმიტომ რომ თუ ვერ აგიხსენი, აზრი არ აქვს. მე რა იყო ის 5 წლის ბავშვი თუ ვერ აუხსნი, ესე იგი ის თემა არის და რაღაცები რო გავრცელდა. და სინამდვილეში მართლა ეგრეა და ინფორმაციის სისტორიას და ჭკვიანურობას კი აღარ აქვს იმ ხელმისაწვდომობა დღევანდელ თანამედროვეობაში, არამედ როგორ მიგავს ხო? როგორ მიგაქვს და რამდენად იკონური ხარ და რამდენად დასამახსოვრებელი. იმიტომ რომ ძალიან დიდი არჩევანი გახდა. მანამდე 200 წლის წინ რამდენ ადამიანსაც შეხვდებოდი ცხოვრებაში. იმიტომ რომ ვერ წახვიდოდი სოულმე სოფელში დაიბადებოდი, ძირითადად იკვდებოდი რა 5 კილომეტრის წასული არ იქნებოდი 5 კილომეტრის მოშორებით. იმიტომ რომ უფლებაც არ ქონდა. იმიტომ რომ გლეხი იყავი დაუშვათ და ეკუთვნოდი თავადს და ის თავადი კიდე მეფეს ეკუთვნოდა. და ის თავადებიც კიდე ომში მიდიოდნენ, გლეხი ომშიც ვერ მიდიოდა, რომ სხვა რამე ენახა. და ეხა ამ ქალაქები რო არსებობს, იმენ ადამიანს იცნობთ მარტო და ყველა ადამიანს აქვს თავის წარმოჩენის საშუალება და საერთოდ სხვა გარემოა რა. ახლა იმდენი ინფორმაციაა ჯერ ინტერნეტი გვაქვს მარტო, სადაც ყველა ინფორმაციაა საერთოდ. და არც ენციკლოპედია და ბიბლიოთეკა და არაფერი არ გჭირდება. კიდე უფრო მანამდე ცოდნა საერთოდ აკრძალული იყო და წიგნები და დღევანდელობაში თავარია იყო იკონური. იკონური თუ არა ხარ ვერაფერი ვერ იქნები საერთოდ რა. აი ის არის კიდე კარგი მაგალითი MMA ჭუბი. ხო, ეხლა ის კონორ მაკგრეგორი რო იყო ეგეთი ცნობილი, იმიტომ იყო რომ იკონური იყო, თორე კონორ მაკგრეგორზე გენიოსი მებრძოლები არსებობს უამრავი. კი, შოუს ელემენტები ქონდა რაღაცეები, ამახსოვრებდა ხალხს. აი მე რა რასაც ჩვება პირობითად რა. ხო, მე რა რასაც ჩვება ეხლა. აი ფეხბურთში მაგალითად რონალდო როგორი მოთამაშეა, ეგ ობიექტურად რა მაგარიც იყო პირობითად, ეგ უფრო ცოტა ადამიანმა იცის, ვიდრე ის სულ ის რო აკეთებს ესე რო ხტება. და ანუ ეგეთი რაღაცეების კეთება გიწევს ამ ცხოვრებაში, რომ შენს მოიფიქრო როგორ იყო იკონური და გამორჩეული და რაღაცა თორე იქ რო ჩაიკეტები ოთახში და რაღაცას რო ძალიან გენიოსულად აკეთებ, ეგ უკვე აღარ არის განმაცვიფრებელი რა. და საინტერესო და საერთოდ არც შეამჩნევს არავინ. მოგეთ ახალი გამოწვევაა ჩემთვის რა ეგ რა, იმიტომ რომ ხმე სხვა მართლებით მუშაობდი, იქ ბევრად მარტივია ჩემთვის რაღაცების კეთება და აქ შემოვიდი სხვა ინდუსტრიაში, სადაც ეს მარკეტინგული ნაწილი არის ძალიან მაგარი, მნიშვნელოვანი, ეს იკონურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მეთქი რაღაცა შევალა როგორიც ვარ ეგეთი ვარ და ეგ საინტერესოა ვიღაცაებისთვის რა და ეგ რა თქმა უნდა ეგეთი უნდა დარჩე, არ უნდა შეცვალო. მაგრამ აქ კიდე მნიშვნელოვანია აი შეფუთვა და მიწოდება. ნახე, ყველა ადამიანი არის ბუნებრივად ძალიან საინტერესო. არ არსებობს ადამიანი, რომელიც არასაინტერესო იქნება. არასაინტერესო შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც თავის ბუნებრივობას არაფასებს ღირებულად და ცდილობს რაღაცა იმიჯი მოიგოს. ეგ არის არასაინტერესო. და რაც გულწრფელი ხარ, ეგ შეუძლებელია იყოს არასაინტერესო, რა. მოკლედ, ამიტომ იუთუბერობაშიც ეგ არის სულ ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ რამდენად გულღია ხარ, გულწრფელი ხარ, რაღაცა არ იტყუები, არ ცდილობ თავის სხვა ადამიანად წარმოვაჩინო და თუ რომ გადაახედო ეხლა წარმატებული იუთუბერის კიდაც საქართველოში, კიდაც უცხოეთში, ეგ მთავარია სულ. კი, ძალიან. ეხლა აი ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი რაღაც ხდება მართლა YouTube-ზე რა. მე რაც დავაკვირდი შაშანეთთან შედარებით წერს ყველაფერს ცოტა ნახო არ შეუმცირდა, ალბათ კაი ზოგადად ქვეყანაში არსებული გარემოს ვაბრალებ მე ზოგადად. იმიტომ რომ აი რო უყურებდი ხოლმე მაგალითად შენი ან სხვა ვიდეოებს, ან სადღაც 10-20% მოვაკდა ყველას, ხო? ეს რაღაც მასობრივად მოხდა რაღაც თითქოს, ხო? თუ ჩემი არასწორი დაკვირვებაა. იცი რა, არასწორი არ არის, შეიძლება ეგრეც არის. მაგრამ ეგ საბოლოო ჯამში განვითარების ნაწილია. იცი რა, ადრე 3-4 წლის წინ როგორი ამბავი იყო, იცი რომ რამდენიმე იუთუბერს უთქვამს, რომ აი მაგალითად ჩემს არხზე არის 3 ვიდეო, რომელსაც 100,000-ზე მეტი ნახვა აქვს, შენს არხზე არის პირობითად 5. და რაღაცა ეგ იყო
სალაპარაკო თემა. ეხლა ჩემს აღწერს იმდენი ნახვა 100,000-ზე მეტი ნახვით დააგერ სოსომ რომ 4 დღეში მილიონი ნახვა დადო და კიდე შეიძლება ისეთი იუთუბერი გავჩითო საერთოდ რომელსაც პირველად ხედავ და 80,000 ან 100,000 გამომწერი ყავს რომ ეგ ნიშნავს რომ აი გეომეტრიული პროგრესი იზრდება და ის რომ ნახე მაგალითად 30% შეიძლება შეუნცი და ვიღაცას ნახვა ან ესე კი ჩვენება ზოგადად მაგრამ სინამდვილეში პოტენციალი გაიზარდა მაგ ტიპ შეუძლია ახლა ვიდეო დადოს და ერთ წელში კონდეს 300,000 ნახვა რაც 300,000 ნახვა 3 წლის წინ რთული ჯამში არ ექნებოდათ. ხო. და გამომწერებსაც რა უყურებთ ხოლმე, ახლა ეს სადაც 4 წლის ამბავია, რომ როცა 100,000-ებს გადაიარეს ეს 100,000-ის გამომწერები რა. და ეხლა უკვე ძალიან ჩვეულებრივი გახდა ეგ, რომ 100,000-ს გადააჭარბა, ხო? ხო, რამდენიმე წლის წინ იყო ეგრე, რომ პირველად ვინ ავიდა 100,000-ზე, მე 3 კაცი იყო, ვისაც 100,000-ზე მეტი ხო, შენს გქონდა რაღაც ვიდეო სხვა შორის მაგაზე მახსოვს. აი 100,000 პლუსიანი არხებზე თუ რაღაცებზე რა. ხო, მქონდა. რაღაც ეგეთი მახსენდება ეხლა. ხო. და ეხლა ნახე, ეხლა ქართული YouTube-ი როა ჯგუფი. მაგან დადო პოსტი ეხლა შევხვდა, რომ ბოლო 3 თვეში თუ 2 თვეში თუ 1 თვეში, ბოლო 1 თვეში 4 ქართველი იუთუბერი გადაწყდა 100,000-ს. ხო, ეგენი არ ვიცი, აშკარად. ხო, წარმოგიდგენ რა მხოლოდ ტემპით იზრდება. ხო, ძალიან ბევრი ისინი მხდება ვიდეოები, პოდკასტები, რაღაცეები, რომლებიც 30,000, 20,000 ეგეთი ტიპის ნახვრებია და იქ კიდე 4-5 წლის წინ ძალიან დიდი რიცხვები იყო. ეხლა არ არის ეგეთი დიდი რა. ხო, აი გუშინ ვამბობდი პოდკასტზე რომ ჩემ ახსე რომ 500 ნახვა მქონდა, მე როცა ვიწყებდი. ითვლებოდა რომ ბევრი არის და ყველა ვინც ხოდა ჩემზე, ვინც ქართულ YouTube-ს უყურებდა. 500 ნახვა წარმოვიდგინე ხა და 20,000 გამომწერი ვისაც ყავდა, იგი ითვლებოდა აი რავი GoTo იყო. აუ, ძალიან მაგარი თემაა. ალბათ რომ დამეწყო მაშინ, მაგრამ ხა რა ვიცი, არც ეხა ხო, ანუ ნახე, დაგვიანებული თემა არ არის ხო? შეგდე ესე გეტყვი რა. რომ გავა 3 წელი 4 წელი რომ გავა. ყველა ადამიანი იტყვის რომ ნეტა დაიწყო ახლა 2025-ში. იმიტომ რომ ქართულ YouTube-ს და რამხელა პოტენციალიც აქვს. ჯერ ფაქტობრივად არაფერი არ ჩანს. ხო. და პოტენციალი როგორი კუთხითაც გინდათ, ისე შეგვიძლია გავიგოთ, გინდა ფინანსურად, გინდა ნირჩხვებში, გინდა რაშიც გინდა იმაში. აი, მაშინ ეხლა მოდი ვისაუბროთ YouTube, ქართულ YouTube-ის ჟანრებზე. იმიტომ რომ ეხლა აი სერიალები კეთდება, ზოგი შოუებს აკეთებს საერთოდ, გადაცემებს აწყობს. ეხლა ის ოქტომბრის ლაივზეც მინდა პარემ შევეხო, რომ რამდენად ის არის. ანუ ერთიაც გამახსენდა მაგ ლაივებმა, ადრე რო ისინი იყო ხომ შოუები, ამტანი და ეგეთი რაღაცეები. ეხლა სახელები აღარ მახსოვს, მაგრამ ის რო იყო ხომ რაღაცა Prime House-ის ვაიბი რაღაცა. კი. ასე ეგეთი ხო არ არის. მაგრამ აშკარად საინტერესოა, იმიტომ რომ ხამს თქვაც გუშ შემოვედი 2000 რაღაცა კაცი უყურებ და შენც იყავი და კიდე ძალიან ბევრი ადამიანი და მას შორის ყველაზე ჩათი იყო, რა ვიცი, აი ესე რა ვიცი. წუთში 100 SMS-ი შემოდიოდა ხოლმე ჩატში. ხო, ხალხს საინტერესებს აშკარად. ეგ Prime House-ის ვაიბი კი არ არის. უფრო ისეთი რაღაცის ვაიბია, რაც ჯერ ხალხმა არ იცის საერთოდ და არც ქართულ კომუნიკაციაში მით უმეტეს არ იცის. ხო, ეს Speed-ის რაღაც და ის არის Speed-ი არის, ნახე Speed-ი არის კიდე Speed-ი არის თავარი მოკლედ მაგ-კონტენტში. მაგ-კონტენტი დაიწყო Edin Ross-მა, მერე კაი სენატმა აიყვანა საერთოდ სხვა ლეველზე და Speed-იც ახლა ძალიან მაღალ ლეველზეა, უბრალოდ Speed-ი YouTube-ზე აკეთებს, ეს კაი და Edin Ross-ი აკეთებენ Twitch-ზე. და ეგ არის რანაირი კონტენტიცი, მაგ ტიპები არ იღებენ ვიდეოებს. და რაც არსებობს მათზე ვიდეო მასალა, ყველა არის ლაივში გაკეთებული. და მაგ ტიპებს ბრენდულად ეგრძალებათ გამოჩნდნენ სადმე თუ არ არის ლაივი. ეგ რა მაგარი თემა. და ეგ არის ახალი ერა საერთოდ. და ახალი უთხრათ მაყურებლებს, რომ მომავალი ერა არის ლაივების non-script live ვიდეოები თუ რაც იქნება რა. ანუ დაუსკრიპტავი ლაივები. არის ეგეთი ფორმატი, რომელიც არის მომავალი თემა, რომელიც გადაატრიალებს. ანუ პოდკასტი ხა მე და შენ რო ლაივში ვიყოთ უბრალოდ, ხო? პირდაპირ ეთერია. ანუ ნახე მოდი ავხსნათ, მაშინ ცოტა სიღრმეზე ვიყოთ რა.
ანუ ეხლა მე და შევსივართ ეს მოწესრიგებული მიკროფონები გვაქვს, კამერები გვიდგას და რაღაცა ის სტუდიური გარემო გვაქვს. ეს უკვე არ არის ეგ. ოკეი. ანუ ეგ არის როგორი რაღაცა, იცი, აი მაგალითად ლაივი ჩავრთოთ და რასაც ვაკეთებთ ცხოვრებაში, იგივე ვაკეთოთ რა. ეგ non-script მაგას ნიშნავს, რომ ყველაფერი დაუსკრიპტავია. მე მაგალითად ეხლა მინდა ბინა ვიქირავ მაგალითად რა. პირობითად. ვთავ ლაივს და ესე ვარჩევ ამ ბინებს, მე დავურეკავ ვიღაცას და ყველაფერი ლაივში ბაზრობ ყველაფერს. მინდა მაგალითად მუსიკას მოვუსმინო, ლაივი მაქვს და უსმენ მუსიკას. მინდა თმები შევიჭამ, მივდივარ იქ ბარბერშოპში, იქაც ლაივში ვარ და ვიჭრი და უყურებ საკითხი. Black Mirror-ის ის არის ვაიბი რაღაცა. Black Mirror-ის ვაიბი აქვს, მაგრამ ეგ არის ეხლა ყველაზე ნახვადი საერთოდ. და აი მაგალითად ისინი ყავთ სულ ჰოლივუდის ვარსკვლავები რეპერები სტუმრად. აი Snoop Dogg-ი შეავყავდეს სტუმრად და ლაივია ჩართული უკვე რომ მოვიდა Snoop Dogg-ი როგორ ესალმები. გადაცემა კი არ იწყება, გადაცემა არ არსებობს. ანუ ლაივი ჩართული იყო Snoop Dogg შემოვიდა, ვა როგორ ახერ დაჟიხი და ბაზრობთ მე რა ქონათ, აბა იმას ვარ დაურეკოთ ვიღაცას. ამას ახალი სიმღერა დაუდროყავს და მოდი აბა ჩართოთ და Snoop Dogg-ი რას ფიქრობს, მე აცილებ და მე რო წავიდა Snoop Dogg კიდე ლაივში ხარ. ხო, ეგ რაღაცნაირად ის არის რა, ანუ ადამიანს უყვართ ხუის ცხოვრების ყურება და აი კარდაშიანების მაგალითიც იყო, ხო რაღაც პოინტში, ეგ. რომ რაღაცა შოუ ოჯახური ცხოვრება ეს Prime House-ი, ეს ამტანი და რაღაცეები, კარდაშიანები და ესენი რო წარმოიდგინო იყო რაღაც ბეტა ვერსია. ბეტა ვერსია, ხო. და ეს non-script ინფლუენსერები არიან ტიპები, რომლებიც ისეთი ლეველები არიან, რომ აი ეს ბეტა ვერსია ამასთან შედარებით არაფერი არა. ანუ ტიპი რომ თმას იჭრის, უყურებს რამდენიმე მილიონი ადამიანი ლაივში. ფიქრობ შენც ეგეთი კონტენტის გაკეთებას? თუ ჯერ არ იცი, რომ რას როგორანაირად? მე არ ვფიქრობ მაგის გაკეთებას. მაგრამ მე რო ახლა ვიწყებდი, მაგას დავიწყებდი. მაგრამ მე ეს რაც ნაშენები მაქვს, თავისი განვითარება აქვს ამას რა და სხვათა შორის ეხლა ავტობუსებთან ლაივში რო ვიყავი, ჩემ თავს ვაკვირდებოდი ლაივში რამდენად კომფორტულად ვგრძნობ თავს. ადრე როცა იუთუბერობას ვიწყებდი, მაშინ სტრიმინგით ვცადი. და მაშინ დიდად ვერ ვისიამოვნე დავიძაბი ძალიან. და ზოგადად ჩატთან ესე ლაივში რო კომუნიკაცია გაქვს, ეგ ძალიან სასიამოვნოა ზოგადად. მაგრამ ეგეთი ფორმატი რომ მე ჩემ თავზე ავიღო, უფრო არ წარმომიდგენია, იმიტომ რომ არ ვიცი რატო არ წარმომიდგენია. ხო, ავიც მეც ალბათ ჩემი თემა შეიძლება არ ვიცი, ნახოთ რა, ესე ლაივი მთლიანი დღე და რაღაცა არა, მაგრამ კონკრეტული რაღაცებისა მოვიფიქრებ მაგაზე. იცი რა მაინტერესებდა, ეხლა უცებ გამაგაცნა მაგაზე, რომ ვიდეოს რაცა დებენ ხოლმე პრემიუმით. ისა პრემიერით, ხო, პრემიერით. რამდენად კაია, მე რაღაც პოინტში ვერ ჩამოყალიბ, ცუდია, ხო? იმიტომ ჯობია თავი, ანუ მეც თვითონაც არ მსიამოვნებს ხოლმე, რომ ვერ ვახვევ რა. და თავიდანვე დავიწყე მაგ ლოგიკით, რომ მე რაც არ მსიამოვნებს, ნუ ცუდია რა. ახლა პრელოჩა მაგალითად 5-სებია თუ რაღაცეები, რასაც უსმენ ხოლმე რა. და ვნახულობ ხოლმე, რომ არ შემიძლია გადავახვიო რაღაცეები დავსკიპებ, იმიტომ ჩემს მნიშვნელოვანი ეს მომენტი რა, როცა რაღაც ხუმრობას ამბობს და რა ის შუაში დიალოგები, რასაც სულ სკიპავ რა. ხო და მაგ მომენტში ეგ ფუნქცია რო არ მაქვს ხოლმე, არ უყურებ მაგ დღეს და მეორე დღეს უყურებ ხოლმე, როცა იმაშვები რა. ხო და მე მაგით მეთქი რომ ეხლა ეგ ნახვები რო არ დავკარგო, ვიღაცა ადამიანი ჩემოა და ნახავს ლაივშია და გავა, მე შეიძლება აღარ ზაბრუნდეს ჩემთან, როცა ახალი ვარ თან განსაკუთრებით, მოდი პირდაპირ ვიდეოს დავდებ და ვიღაცებს ან თან იმებს ხო უკეთებ. ტაიმკოდებით რაღაც თემებს. შეიძლება იმით მაინც გადაახვიოს რაღაც მომენტზე, რაც თავისი ნაწილი იპოვოს, თავისი ინტერესის ნაწილი. პრემიერა არის. პრემიერა არავის არ ჭირდება თითქმის. ძალიან გამონაკლისი რაღაცა. თან ეხლა შენი შოულებრივი ვიდეო ან პოდკასტი რო პრემიერაზე გაუშვა, იქ გიფუჭებს სტატისტიკას იქ ტიპი ვინ შემოვა ლაივში შუია უნდა გააგრძელოს, მე ჩატში რა კომენტარებიც იწერება, ეგ კომენტარები ხრება და ინგეიჯმენტი გაკლდება და ბევრი მინუსი აქვს რა. ერთადერთი როდის შეიძლება გამოიყენო, არც ვიცი ალბათ, რამე დოკუმენტურ ფილმს რო გადაიღებ და იქ კინოთეატრს რო ქირავენ ან რაღაცა და პრეზენტაციას რო აკეთებენ, რაღაცა ეგეთი ვაიბია კორპორაციული. მეტი ხო, ესე იგი სწორად მაგაში მაინც სწორად მივხვდი, რომ არ იყო ჩემთვის გათვლილი რა ეგ პრემიერი. და იგი პრემიერა. ხო, პრემიერზე დავედის. ოკეი. კიდე აი რა ფუნქციები აქვს YouTube? მე მაშენი ვიდეო მაქვს ნახე რამდენიმე წესი მქონდა, რომ აი ამერიკული YouTube-ი რამდენად განსხვავდება ქართულისგან ფუნქციონალურად და რაღაცეებით რა. ხო, არაფერი არ ჩავურთავთ.
იმის მერე ერთი პრემიუმი დაამატეს, თვეში რომ $5 თუ რაღაც ღირს და რეკლამებს არ გიგდებს YouTube-ზე. და კიდე ჩაკეთვა შეიძლება YouTube ვიდეოსი და ხო, ეგ მაქვს ჩართული ერთ-ერთი ახსე რა. მეც მაქვს ჩართული და ძალიან კმაყოფილი ვარ. მე მგონი კმაყოფილი ვეც ვარ, მაგრამ მე საქმიანობიდან გამომდინარე მე მგონი არ მაწყობს. იმიტომ რომ რა რეკლამები არის ქართულ აუდიტორიაზე, ეგ აღარ მინახავს ბოლო ამდენიმე თვეა და ხო. ეგ უნდა ვიცოდეთ ეს. ხო, რომ ვინ არის შემოსული, ხო, YouTube-ზე ვინ არეკლამებს YouTube-ზე აი, რაღაცა. გლოვოს არის, გლოვოს რეკლამებია ძირითადად ან ვოლტის არამე და გლოვო და ვოლტი იყო თავდრო შემოვიდა ქართულ ბაზარზე, რა ვიცი, YouTube-ის ვიდეოს ვერ ჩართავდი მაგათ გარეშე. ეგ კიდევ გონიათ რომ მაგალითად ხა მაგ პოსტს რო გავუშვებ ეგრე გონია რომ ყველა YouTube-ართან ერთად ჩანხარ და თითქოს კარგი რეკლამაა, მაგრამ სინამდვილეში ცუდი რეკლამა და უბრალოდ ცუდი არ არის რეკლამა, როგორც რეკლამა კარგია, მაგრამ იმას ვერ შეედრება თვითონ YouTube-ერთან თვითონ გახსენებს პირობითად, ხო? ინტეგრაცია რამდენად თვითფასი რაღაცა ჯერ სამუდამოდ რჩება ვიდეოში, მე იმ პიროვნების ავტორიტეტი ემატება და იმ არხის ავტორიტეტი ემატება მაგას მე აუდიტორიის გასაკეთებელ საქმეს თითქოს ეს კომპანია აკეთებს და ამიტომ დონაციის ალტერნატივა შეიძლება იყოს რომ იცი რომ ის ტიპი ასპონსორებს კომპანია ასპონსორებს ამ YouTubers და კიდე ხა იმდენი პლუსი აქვს რომ ხა ამერია თავში ყველაფერი, მაგრამ თავარი მუღამი რა არის, იცი რომ შენ რო ბუსტავ რაღაცას და მე შემდეგ ჩემს ვიდეოს ვინმე რო უყურებს და შენს რეკლამას იქ უყურებს ის ადამიანი, შენ ამ რეკლამაში რაც გადაიხადე, მე როგორც YouTuber-ს მაქედან მაინც მიხდი. ხო, იასი. იმიტომ შენ მაგ რეკლამაში რაც გადაიხადე, მაგალითად YouTube მაინც გაძლევს რა. შენს ვიდეოში ჩვენებაში მაგის 68% ზედაც მე ვიღებ. და შენ გადახდე ფულს მე როგორც კომპანიის თუ მე YouTuber ისედაც ვიღებ. ჯობია რომ ინტეგრირებული იყოს შენთან. ბარემი ინტეგრირება უნდა გააკეთო და მიიღებ 1000 ჯერ უკეთეს შედეგს, იმიტომ რომ ის ერთხელ რო ჩვენება იქნება და კიდე ტიპს იმ დროს ამოვარდება, როცა არ უნდა. ეგრე კი არ იქნება ვიდეოში ინტეგრირებული იქნება ავთენტურად. არხის აუდიტორია ესე როდის დასკიფავს ერთსული კი არ იქნება პირიქით. ანუ ორგანული ნაწილი იქნება ამ ვიდეოს. ორგანული ნაწილი იქნება და მადლიერი იქნება რომ YouTuber-თან შემოვიდა სპონსორად, იმიტომ რომ YouTube აუდიტორიას YouTube თავისაყრელი YouTuber-თან შემოსული სპონსორები უყვართ და პატივისცემენ. კი, შევამჩნიე ეგ ძალიან. და კიდე ის არის რომ შენ ხო ნახვები გემატება, გამომწერები გემატება და 5 წლის მერე კი შეიძლება ვიღაცამ უყუროს იმ ვიდეოს, რომელზეც რაღაც სპონსორი ვიდეოს ან სამუდამო რეკლამაა. ან სამუდამო რეკლამა გინახავს არ? სხვაგან. თუ ფული არ იხადეთ ან ერთჯერად იხდი. ერთხელ გადაიხდი და სულ რო რჩება. ხო, რა ვიცი. წარმოუდგენელი რაღაცა. აი მაგალითად ერთხელ გადაიხადო ქუჩაში ბანერზე რეკლამა პირობითად და ის ბანერი რომ მთელი ცხოვრება იყოს. ხო. ან ხო არ არსებობს ეგეთი რომ. და რაღაც მომენტში კაია, ხო, ამ ბოლოს რომ ცოტა დაიწყეს ყურება. რაც ვიცი, აი ბოლო 60 წელს თუ ავიღებთ, ხო? პანდემიის პერიოდის მერე ალბათ უფრო. ანუ ნახე, ბუსტებიც გაიზარდა, უფრო მეტი კომპანია ბუსტავს ეგრე YouTube-ზე, რაც საბოლოო ჯამში მაგ კომპანიებისთვისაც კარგია და YouTuber-ებისთვისაც კარგია. ასევე ბევრი კომპანია შემოდის და ასპონსორებს ქართულ YouTuber-ებს და ვინც მაგ ლეველზე მივიდა, ნახე როგორ არის, იცი? YouTube-ზე რო ბუსტავ, ეგ არის მოსინჯვა ან რაღაც პირველი ეტაპი. მაგის შემდეგი ლეველია, რომ უკვე YouTuber-თან როგორც სპონსორი ეგრე შედიხარ და ეგრე რომელი კომპანია შემოსულა ქართულ YouTube-ზე, ყველა კმაყოფილია. მე მითამშრომლია ალბათ რავია 6 წლის მანძილზე 100 მეტ კომპანიასთან. თითქმის ყველა კომპანიასთან, რაც ესე გვახსენდება ეხლა რა. ბანკები იქნება თუ კი, კერძო ორგანიზაციები და მაღაზიები თუ რავი, ტრეინინგ ცენტრები და ნუ მე მახსოვს ვისაც მარკეტინგზე ამბიცია აქვს, YouTube-ზე რაღაცა ყველას მოусინჯავს რა. და ყველა კმაყოფილი იყო, სულ. და Facebook-ზე მართლა დაარეკლამებ ერთი $100 და 9 მილიონი ადამიანზე $100 ვერ ახვალ, ანუ ახვალ რაღაცა 100,000 კაცზე პირობითად რა. ვისაც ერთხელ მაინც ამოუგდო, მაგრამ შედეგი ხო გინდა შენ და შედეგი ხა ინტეგრაციის მომენტში გონია რომ ბევრად უფრო მაგარია. იმიტომ რომ შენ გიყურებს ხალხი, ვისაც შენ უყვარ ხარ რაღაც დონეზე, ანუ შენ პატივსცემს და შენ რაღაცა იდეებს იზიარებს და შენ ამაზე რეკომენდაციას აკეთებ, ნუ იმისთვის უფრო მეტად დამაჯერებელია, ვიდრე სადღაც Facebook-ზე ამოგდებული რეკლამა. აი, როგორი შედეგები ვიციცი? ეხლა ალბათ არ მაქვს უფლება რომ თქვა, შიდა რაღაცეებია, მაგრამ ნახე, საქართველოში უდიდესი კომპანია, რომელიც წელიწადში
რამდენიმე მილიონი ბიუჯეტით არის მარკეტინგში რაღაცა კონკრეტულ სიტუაციაში და პროდუქტზე რამდენიმე წელი აკეთებს რაღაცას YouTuber-თან ითამაშრომა და ერთ ვიდეოში ქონდა მაგალითად 1500%-იანი ზრდა. ერთი YouTuber-ის ერთი ვიდეოთი. და ეგეთი ვიცი უამრავი кейსი. ძალიან ბევრი кейსი, სხვადასხვა პროდუქტი იქნება აპლიკაცია, ვებსაიტი, სასმელი, კვების ობიექტი, თუ ყველაფერი საერთოდ. ძალიან მაგარი. აი ხა მაგაზე გამახსენდა უცებ მაგ სპონსორების ამბავზე და წერა მახსენეთ კიდე YouTube სერიალები. ამას როგორ უყურებ საერთოდ და მე კიდე ხა ბოლო ის იყო. დამოვიწყდა ჭიათურაზე როა სერიალი გავიმართებით. კეთილები. ანაეთ ვერ გავიხსენე სახელი. და ბოლო ვიდეოში აი პრობლემა შეექმნათ მათ რა სპონსორობის პრობლემა. ნახე YouTube სერიალები რაც გადაიღეს, ყველა ძალიან მაგარი შედეგი დადო. ძალიან მაგარია ზოგადად YouTube სერიალები ძალიან მაგარი ფენომენია. ქართულ აუდიტორიასაც ძალიან უყვარს. ეგ უცხოეთში სკესდება ხოლმე? თუ როგორც იმენა უნიკალურია ქართული ნიშა. აი იმიტომ რომ მე სხვადასხვა არც არ შემხედია, ხო? მახსენდება ეხლა ამერიკული YouTube სერიალი რო არსებობს რა. ხო, არც მე აგა Netflix-ზე და რაღაცეებიზეა სულ. და საქართველოში ძალიან მაგათ მუშაობს, ყველა ნახულობს და რაღაც, მაგრამ პრობლემა რა არის, ნახე? ამ სფეროში არსებობს ესეთი რამე. სტაბილურობის დეფიციტი. ანუ სპონსორი რო ყავს, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ სიტუაციაში ისეთი რამე, რომ მაგარი არხი გაქვს, მაგარი ნახვები გაქვს, მაგრამ აი უცებ 2 თვე გაგეჩით და როცა სპონსორი არ ყავს რა, იმიტომ რომ იქ რაღაც ქვეყანაში არეულობა, შეიძლება მიტინგია, არავის არ ცალია, შენ ვიდეოს დადების მუღამიც არ გაქვს, ან არაეთიკურია საერთოდ რო ვიდეო დადო, ან რომ წადო მე იმ სპონსორს არ უნდა რომ ამ პერიოდში რეკლამა კონდეს, ან შეიძლება რაღაც არჩევნების პერიოდს ემთხვევა, ან ძალიან ბევრი რაღაცაა იგივე, შეიძლება რაღაც მე უბედური შემთხვევა მოხდა ქვეყანაში, რომელზეც ადამიანები დაიღუპნენ და ეხლა შეიძლება აქ რაღაც რევიუ დადო, ტეხავს უბრალოდ რა. და ძალიან ბევრი ეგეთი გარემო ფაქტორი არსებობს, რაც ამ სფეროზე პირველ რიგში მოქმედებს და შენ თუ ძალიან დიდი პროდაქშენი ყავს და იქ გათვლილი გაქვს ბევრი რამე, ხო? ანუ სულ შეიძლება გაგიჩიტოს რაღაცა პერიოდი, როცა სპონსორი არ არის უბრალოდ, ან შეიძლება არის და გეუბნება რომ ეხლა არ გვინდა არაფერი. სტაბილური არ არის და ნახე სერიალს ჭირდება ყველაზე მეტად სტაბილურობა და ქრიუ და თელი ამბავი. ამიტომ წარმატებული სერიალებსაც რო სპონსორის პრობლემა ექნებათ, ან რაღაც ფინანსური პრობლემა ექნებათ, ეგ ზუსტად ხვდები რომ ლოგიკური არის. იმიტომ რომ არ არის ანუ ისეთი პროექტის კეთება, რომელიც ვირიჯდება, ძნელია ძალიან რა. და ამიტომ ვამბობდი თავიდანვე რომ ანუ YouTube-ზე უფრო ხაჩავს ისეთი რაღაცეები, რაც აი კამერაც რო წაგართვას ვიღაცამ, ეს სამი კამერა ეხლა რო წაიღოს ვინმე, მობილური გადაიღებ და მაინც გადარჩები. და გადარჩენადი უნდა იყოს. ხო, ნახე, მე დავიწყე ძალიან საინტერესო ეგ არის, რომ 2 წლის წინ რო გავაკეთე YouTube არხი და ეს ვიდეო დავამონტაჟე, ანუ ეს მესამე ვიდეო რომელიც დავდე იყო 2 წლის წინ დამონტაჟებული უკვე. მაგის მე არაფერი შემიძლია პირდაპირ დავდე. და თავიდან რო დავიწყეთ გადაღება, მათთვის მობილურით ვიღებდით სულ. და ხალხი ვერც ამჩნევს ხარჯს, იმიტომ რომ 4 კაცში ვიღებდით მაშინაც და ეხოც რა. მაგით დავიწყე და ანუ მე ვიღებდი 40-ს გავამწერე ავედი Xiaomi-ის 400 ლარიან მობილურით. ეგ იყო ჩემი კამერა. და ანუ ხარისხი არ არის, ნახე ხარისხი რომ მაღალი უნდა იყოს, ეგ არის მითი. და ეგ ხარისხი ჭირდება რაღაცა კონკრეტულ სპეციფიკურს რა, მაგალითად ეხა კულინარიულ ვიდეოებს ჭირდება, იმიტომ რომ ესთეტიკა უნდა ჩანდეს შიშხინი, ფოთოლი, რაღაცა ცვარი უნდა ჩანდეს რაღაცა. ხარისხი ჭირდება კიდე პეიზაჟს, სამოგზაურო ვიდეოებს, რომ იქ დრონი კონდეს რაღაცა. ეხა მე რომ კომპიუტერთან ვზივარ, რა ვაკაშიც რო გადავიღო, რა მნიშვნელობა აქვს? თუ გინდა 320 პი-ში გადავიღებ. ანუ მაგის გამო ნახო კი არ დამაკმდება. მას ჩავთეთ ვიდეოს დავდებ თუ მინდა. და უნდა იცოდე შავთეთრი მაგარი იქნებოდა. არ გიცდია ეს? აუ, როგორ რაღაცები მიცდია, იცი? ძალაუნებურად. ერთი ვიდეო მიდევს. პირველად ის მობილური მქონდა, მე ვინათხოვრე კამერა რა. და არ ვიცოდი, ეხლა არ ვიცი კარგად და მაშინ საერთოდ არ ვიცოდი და ფოკუსი საერთოდ არ არის. ანუ 80%-იან ბლარში ვარ და ეგეთი ვიდეო დავდე. მეც მაგ ერთი ეგეთი. ანუ ფოვარისებიც მიქნია კიდე. რაღაცა მწვანე ფერი დამიდია მთლიანად ვიდეოზე და გამწვანდა ყველაფერი. ანუ ნახე უნდა იცოდე რა ვიდეოს იღებ და რა საჭიროება გაქვს. 4 კაც არ არის ჩემი აზრით აუცილებელი. მე 4 კაცში ეხა
ანუ YouTube-ის ალგორითმს კიდია. ეგ. YouTube-ის ალგორითმსაც კიდია და ყველაფერს კიდია, უფრო მეტიც არის კიდე. ანუ YouTube-ის ალგორითმი რადგანზე კიდია, იცი, ხა შენ რო პატარა არხი გაქვს. შენ ახლა 8K ვიდეო რო გადაიღო და მე რო გადავიღო Full HD ვიდეო. ჩემი ვიდეოს YouTube-ზე უკეთეს ხარისხი ექნება, იცი? რის გამო? აუტორია ახლა მეტი იმიტომ რომ ყავს. ანუ პატარა არხებს სხვა კოდეკი აქვს და დიდ არხებს სხვა კოდეკი აქვს. და ეგ ვიდეოს რო ყულა და სერვერი არ დატვირთოს ალბათ, ხო? ხო, და იქ YouTube ვიდეოს რო აწვევი right click-ით ნებისმიერ ვიდეოზე. იქ გამოდის იმ ვიდეოს სტატები და იქ ხედავ რა კოდეკით არის და რა სტატებით არის. ოკეი, გავიცოდით ცდი. აი ეგეც ახლა ბევრი ადამიანს არ ეცოდინება და ანუ თვითონ YouTube-ი აკეთებს მაგას. ისედაც ახლა ნახე, ახლა მე მაქვს ინტერნეტი ხო სახლში დაუშვათ. შენ 4K ვიდეოს დებ, მე რომ მაქსიმალურად ძლიერი ინტერნეტი მაქვს ხარ საქართველოშია. ესე 5 წამიან გადახვევებს რო ვაჭერ, მაინც ჭედავს. ანუ ქართული ინტერნეტი არ არის მზად იმისთვის, რომ 4K ვიდეოებს უყურო ესე ჩვეულებრივად. და მაინც Full HD-ში უყურებს რა 100%. და ნახე და მე თუ ისევ დებ ვიდეოს, რომ ჩემს აუდიტორიას გაუჭედოს, მაგიტო ჩემი ვიდეოები Full HD არის. როცა შემიძლია 4K-ში დავარეკორდო, ვარეკორდებ მაინც Full HD-ში. ეგ ხა რასაც ვამბობ, ძალიან მოულოდნელია ალბათ სხვა იუთუბერებისთვის ან ვიდეოგრაფისტვის ან ვიღაცისთვის, იმიტომ რომ ხარისხი გონიათ რომ აი 4K უნდა იყოს და color correction-ი და რაღაცა ჯანდაბაბ რაღაცეები. და სიამდვილეში ანუ მე არ მინდა რომ ჩემს აუდიტორიას გაუჭედოს და წესით არც სხვას არ უნდა უნდოდეს, იმიტომ რომ ხო, თუ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ თუ არ არის რაღაცა ისეთი, სადაც ხარისხობა აუცილებელია. პოდკასტიც არ არის აუცილებელი. პოდკასტი შეიძლება საერთოდ არ ჩანდეს კამერები და აუდიო იყოს. თუ კაი პოდკასტია, მაინც მოусვენ. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. და მაგის კაი ვალიდაცია რომ Spotify-ზე ხოვდებ და იქ უყურებს ძალიან ცოტა 150 კაცი რა. მაგრამ ნუ ვინც უყურებს, მართლა უყურებს. ამ პოდკასტს ახლა არავინ არ მოусმენს იმის გამო, რომ აქ ჩანვართ. ხო. ჩვენ თუ ახლა საინტერესოდ ვისაუბრებდით, აქ რო ჩვენი ფოტოები ყოფილიყო, მაინც ექნებოდა ბევრი. და მეწიათ მაინც პოდკასტს უსმენს, აი ესე ფონად, ალბათ ბექგრაუნდში ბევრი ადამიანი, ხო ესე. ხო, ეს პოდკასტის დამჯდარი თითქოს არავინ არ უყურებს, ხო, ან რაღაც სხვა საქმეს რო აკეთებენ, ან სამზარეულოში არიან, ან მანქანაში რო არიან, ან შემდე რა. ხო, ძალიან ბევრი რაღაც გავიგე, უდიდესი მადლობა მოსვლისთვის. მე მგონია რომ ძალიან ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ კიდევ კარგი რომ პოდკასტში ლაპარაკი არის საჭირო. ხო, ხო. ეს რაღაც ისინი არ გვაქვს ლიმიტები და ფორმატები და რაღაცეები რა. რა. ხან გავიდა ის არ ვიცი. მადლობა რომ მომიწვიე და ბევრ გამოცემებს გისურვებ. მადლობა შენ ძალიან ჭკვიანური რაღაცეები ისთვის. სახელზე ვიფიქრებ. ნახოთ რა იქნება. მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, რაღაცები გვირჩიეთ, არ ვიცი, ბევრ რაღაცებს გავუთვალისწინებ, შევეცდები, მაინც. აჰე, იყავით კარგი ადამიანები.